ეს არის აი ამ მრავალფეროვნების ნაწილი, თუ ეს არის რაღაცა დაავადება, რომელსაც მკურნალობა ჭირდება. თითქოს ეს ერთი ტერმინი მთლიანად ყლაპავს ადამიანს. თუ კი აუტიზმი 4-ჯერ ხშირ შემთხვევაში ხდება ბიჭებში ვიდრე გოგოებში. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძალიან მაღალი ინტელექტი, მაგრამ ვერ იყოს მაღალფუნქციური. მაგ შეკითხვაზე პასუხს თუ გამცემ, გადავაგზავნით და მიიღებ ნობელის პრემიას. წარმოგიდგენთ, ბავშვი ჩვეულებრივად ლექსებს ყვება, ზღაპრებს ყვება და მერე უცებ ესე რეგრესი ეწყება და საერთოდ წყვეტს საუბარს. ეხლა უნდა შევეხო იმ საკითხს, რომელზეც საუბარიც მშობლებს არ უყვართ. იმენგენთა კომპლექსის გამოაქტიურებელი, რომელიც შეიძლება იმ ნიშნებზე იყოს პასუხისმგებელი, რომლის საფუძველზე ჩვენ მერე ვამბობთ, რომ ჩვენ ვლინდება, ჩვენ მერე ვამბობთ, რომ არის აუტიზმი. აქამდე თითქოს იყო, რომ უნდა გამოგერითხე ADHD სიტყვაზე ვამბობ, იმისთვის, რომ აუტიზმის სპექტრი. ეხლა ესე აღარ არის. ციფრული ტექნოლოგია, მობილური ტელევიზორი და პლანშეტი არ იწევს აუტიზმს. მაგრამ რაღაცნაირი კითხვები გაქვს, ისე ატრიალებ. გამარჯობა, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს და დღეს ვსაუბრობთ თემაზე აუტიზმი. აუტიზმის პარადიგმა, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, იმდენი რაღაც გავიგეთ და ძალიან ბევრი ინფორმაცია დაძველდა. ამასთან თემის აქტუალიზაციას ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების ჟანდარმის ადმინისტრაციის განცხადებამაც, რომ ისინი მიუახლოვდნენ თუ აღმოაჩინეს აუტიზმის გამომწვევი მიზეზი და ამას სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. ამ ფაქტის შესახებაც ვისაუბრებთ. დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, მარიამ ხვადაგიანი, ნეიროფსიქოლოგი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს. ის არის ადამიანი და ახლობლივ წარმოვიდგინოთ რას აკეთებს, ვინც სვამს დიაგნოზს აუტიზმის შესახებ. ხო ესეა მარიამ? აუტიზმის შესახებ ზოგადად დიაგნოზს საბოლოოს ფსიქიატრი სვამს. შეფასებას აკეთებ. შეფასებას ვაკეთებთ ნეიროფსიქოლოგებით, ფსიქიატრებით რიგ შემთხვევაში, უბრალოდ სამედიცინო ფორმას რომ ეტეხიან, სადაც დადასტურებული დიაგნოზი უნდა ჩაიწეროს მსოფლიოს მასშტაბით, ამას აკეთებს ფსიქიატრი. კი ბატონო, მარიამ, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. მადლობა პირიქით. ხო, ეს რა ქვია, და შეგაწუხეთ ვიცი, ახლა ასე სიტუაციაში, მაგრამ ძალიან გვინდოდა რომ ამ თემაზე სიღრმისეულად გველაპარაკა და შენზე უკეთესად კიდევ ვის დაველაპარაკებოდით, მე არ ვიცი. ალბათ შენ ვიღაცას დაელაპარაკებოდით, მაგრამ რადგან აქ ვარ ჩვენ ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, ხო საქართველოში ეს მიმართულება ვითარდება, დღეს ბევრი კარგი სპეციალისტი ყავს ქვეყანაში, ეს ეტყობა სტატისტიკასაც, ბევრ რაღაცას, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და მოდი დავიწყოთ მაშინ თავიდან, მინდა რომ ტერმინებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი შესავალ ნაწილში სწორედ ევთქვი, რომ ბევრი რაღაცა შეიცვალა, ხო? და მათ შორის ახდება ეს კლასიფიკაციებიც და რაც მაგალითად მე ან სტუდენტობის დროს ვისწავლე, ან შემდეგ ბევრი დიაგნოზი მაგათ აღარ არსებობს. მათ შორის იყო მაგათ ასპერგერის სინდრომი, რომელიც თან ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ იყვნენ ესეთი ცნობილი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, რომლებიც თავის დროზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ მათ ჰქონდათ ეს ასპერგერის სინდრომი, რომელიც იყო აუტისტური სპექტრის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს. როგორ უნდა ვისაუბროთ, რომელია სწორი ტერმინები, რომელიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველასთვის მისაღები იყოს, მათ შორის პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს აუტისტური სპექტრი. ესე იგი ტერმინები ვიცით ზოგადად რომ ტერმინი როგორ შემოდის, ხო, რომ თავიდან აღწერა და უშად აუტიზმის 11 შემთხვევა კანერმა 53 წელს, თუმცა მანამდეც არის ნახსენები აუტიზმი ფსიქიატრების მიერ, თუმცა აი დაუშვათ 53 წელს აღწერა კანერმა აუტიზმი და დაახლოებით 2-3 წელიწადში ასპერგერმა აღწერა შემთხვევები, რომელიც გავდა აუტიზმის სპექტრს, მაგრამ ჰქონდათ უფრო მაღალი შესაძლებლობები ვერბალურ ნაწილში და დაარქვა მას ასპერგერი. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე ჩვენ ორი საკლასიფიკაციო სისტემა გვაქვს, ხო, მსოფლიოში ძირითადად რასაც ვიყენებთ DSM და ICD, აქაც ამ ტერმინებით იყო მოხსენიებული. თუმცა DSM 5-ში 2013 წელს, როდესაც განახლება მოხდა, DSM-ის იქ უკვე ასპერგერი გაქრა.
და შემოვიდა აუტიზმის სპექტრის ზოგადი ქოლგა, რომელშიც შედის ასევე ამ ესპერგერის ასე ვთქვათ ფენოტიპი რაც იყო, ხო? და ბევრად გაფართოვდა. საინტერესო ის არის, რომ იგივე მოხდა ICD-ში, ICD-11-ში, უბრალოდ ჩვენ ჯერ ვერ ვიყენებთ, ეს 2022 წელს გამოვიდა და საქართველოში და ბევრ ქვეყანაში სინამდვილეში ჯერ არ კი, გადასულან ყველა ეს ამაზე. უმეტესობა ისევ ICD-10-ია. დიახ, ისევ ICD-10-ზე არიან და მაგრამ ICD-11-შიც ანალოგიური მოხდა, ასპერგერი კვლავ გავიდა. ამიტომ დღეს შეიძლება, იმიტომ რომ ვიყენებთ ICD-10, ასპერგერის სინდრომი ისევ ვნახოთ ჩვენ წარმოდგენილ აჰა. დიაგნოზად, მაგრამ თუ გადავალთ განახლებულ ვერსიაზე, ის აღარ არსებობს. ამიტომ ზოგადად ტერმინი, რაც გამოიყენება, არის აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ქართულად ასე ითარგმნება, ან მდგომარეობას ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს აშლილობაც რაღაცნაირად ჩვენთან ცუდი დატვირთვის ჟღერს, მატარებელია ხო, უფრო, ხო? და სტიგმისკენ მივყავართ და ის რაცაც ვცდილობთ რომ არ გამოვიყენოთ მაქსიმალურად, ეს ეთიკურობის იმაში, ეს არის აუტისტი დაუშვათ, ხო? თუმცა ეს მარტო აუტისტს არ ეხება, ეს არის ძალიან ეს ცუდი ტერმინი ეპილეპტიკი, დიაბეტიკი, რაც რატო არ ვიყენებთ ამას, იმიტომ რომ თითქოს ეს ერთი ტერმინი მთლიანად ყლაპავს ადამიანს და რჩება მარტო ეს, რომ ის არის აუტისტი. და როდესაც ვსაუბრობ, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე, ანუ რა ვიცი, ეს არის ადამიანი, რომელიც ცისფერი თვალების მქონე არის, ბევრი ინტერესების მქონე არის, ბევრი რაღაცა საინტერესო მის მატარებელი არის, ხო, დაუშვათ მახასიათებლების და ასევე არის აუტიზმის სპექტრის მქონე. ამიტომ ამ შემთხვევაში აღარ ვიყენებთ აუტისტს იმისთვის, რომ არ გადაყლაპოს ადამიანი, რა და ვცდილობთ დავინახოთ აუტიზმის სპექტრი როგორც ერთ-ერთი მისი შემადგენელი კომპონენტი და არა აჰა. რაღაცა ისეთი წამყვანი მთავარი ნიშანი. კი ბატონო და ადრე მათ შორის იყო ეს მაღალფუნქციური, Mhm. დაბალფუნქციური, ხო ესენი აქტიურად გამოიყენებოდა ეს ტერმინი, თუმცა დღეს ბევრია წინააღმდეგება და იარლიყებად აღიქვამს და ამბობენ რომ ეს არის პრობლემური. რატო მოხდა ეს? აი რატო აღარ ორი მიზეზი ხო. აქვს. ერთი რაც არის ახლა თვითონ ტერმინიც, ნახე, ამ მაღალფუნქციური, დაბალფუნქციური მართლა უკვე ესეთი იარლიყია, რომ ვიღაცა აი ძალიან ესეთი აჰა. კარგია და ვიღაცა არ გამოსდის. მაგრამ მაგის გარდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აი აღარ იყენებენ, ნახეთ რა არის მაღალფუნქციურში გულისხმობდნენ მაღალი ინტელექტის მქონე აუტიზმის სპექტრის ადამიანებს. მაგრამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძალიან მაღალი ინტელექტი, მაგრამ ვერ იყოს მაღალფუნქციური. ყოველდღიურ ფუნქციონირებაში აუტიზმის სპექტრის მახასიათებლები მას გარკვეულწილად მაინც უშლიდეს ხელს. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ რა, რომ მაშინ როგორ გამოდის მაღალფუნქციური. და ნუ პლუს ეს ეთიკური მხარე, რაც აღვნიშნეთ. ამიტომ ჯამში აღარ იყენებენ, ასე ვთქვათ, ამ ტერმინებს. ანუ ეხლა ამ შემთხვევაში შენ გულისხმობ იმას, რომ ხშირად რო გსმენია ხოლმე შემთხვევები, როცა ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა, მოზილმა თუ ბავშვმა იცის მაგალითად თვითმფრინავების განრიგი მთელი მსოფლიოს მმ. მასშტაბით, ხო? რომ ეს ცოდნა რეალურად რომ გამოყენებადი ცოდნა არ არის, კი აი ბატონო, ეს კი ბატონო. არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რაც კი, შენ კი, კი, ამბობდი ეს ახლა? არის ერთ-ერთი მაგალითი. მან შეიძლება იცოდეს მთელი კოდექსი, აჰა. მაგრამ ანუ ვერ იყენებდეს, ხო? დიალოგზე არ მოდიოდეს საერთოდ. ანუ ფაქტობრივი ცოდნა და ფუნქციონირება ყოველდღიურ ცხოვრებაში არა მარტო აუტიზმის შემთხვევაში, ზოგადად ერთი და იგივე არ არის, ხო? და განსაკუთრებით აუტიზმის შემთხვევაში. და სწორედ ხშირად აი ამ მაღალფუნქციურს, რასაც ეძახდნენ ხოლმე, რომ აი ეს ინტელექტი იყო, ფაქტობრივი ცოდნა ჰქონდა ძალიან კარგი, ძალიან დიდი დოზით აქვს ინფორმაცია, მეხსიერება აქვს საოცარი, მაგრამ ის, რაც აუტიზმისთვის მნიშვნელოვანი არის და ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ ყოველდღიურ ინტერაქციაში როგორ არის ადამიანებთან, კომუნიკაციაში როგორ არის, პროფესიულად ან სასწავლო დაწესებულებაში რამდენად შეუძლია ჩაერთოს და ასე შემდეგ, ან ემოციებს გაუმკლავდეს მაშინ, როდესაც დაუშვათ ცუდად არის ემოციურად, აი აქ შეიძლება ძალიან დიდი დოზით დახმარება სჭირდებოდეს რა. ამიტომ აი მაგ კუთხითაც ერთ-ერთი მიზეზი, რომ აღარ გამოიყენება მაღალფუნქციური სიტყვა
კი ეს ბატონო. არის. შესაბამისად თქვენ ალბათ იმ შეფასების კომპონენტშიც როცა მოდიან ადამიანები და როცა თქვენ შეფასებას აკეთებთ, შემდგომში დასკვნებს ალბათ ამ ფორმით აღარ წერთ, ხო? სწორად არა, არა, არც არასდროს არც არასდროს არ ეს ისე იწერებოდა. არა. ტერმინოლოგია ეს იყო ზეპირსიტყვიერად იყო, თორე არასოდეს დასკვნაში თქვენ მაღალფუნქციურია და ეს დაბალფუნქციურია, ესე ნამდვილად ესეც არ არ იწერებოდა. იწერებოდა. არა. კი ბატონო. ეხლა ჩვენ აქ კლასიფიკაციებზე ვისაუბრეთ და ამ DSM-5-ად შევეხეთ. მე მახსოვს ესეთი საინტერესო საზაფხულო სკოლა იყო აუტიზმის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ და მეც ვიყავი ერთ-ერთი კურსანტი მაშინ და იქ იქ იყო მაშინ განხილვა ამ სიახლეების, რომელიც აღარ მახსოვს მაშინ იგეგმებოდა თუ უკვე შესული იყო ეს ცვლილებები და მახსოვს აი ეს დისკუსია, რომელიც მოყვა მეტყველების განვითარების შეფერხების ამოღებას როგორც ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კომპონენტის. Mhm. დღეს ეს აღარ არის. ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კომპონენტი. მოდი აი ამის შესახებ ვისაუბროთ და ზოგადადაც შევკრათ ის ძირითადი მახასიათებლები, რა შეიძლება რომ ახასიათებდეს აი ამ აუტიზმის სპექტრს და რატო ქვია სპექტრი, ესეც ვთქვათ. ესე იგი, როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც 53 წელს დაიწყო აღწერა საწყის ეტაპზე და მგონია რომ ყველა იმაში ესეა. მძიმე შემთხვევების აღწერა ხდება ხოლმე ყოველთვის, ხო, რომელიც უცნობია, რაღაცა განსაკუთრებულია და ყურადღებას იქცევს. შესაბამისად, ძალიან დიდი ხანი აი ეს აუტიზმი მოიაზრებდა იმ ბავშვებს, ძირითადად და დაიწყეს ბავშვების შეფასება და დიდხანს ეგონათ რომ მარტო ბავშვებს აქვთ, ვისაც უჭირდა როგორც კომუნიკაცია, ასევე მეტყველება და შესაბამისად ინტერაქციაც და საკმაოდ რთულად გამოხატული ქცევითი სირთულეებიც ჰქონდათ. შესაბამისად, შემდეგ აი დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა ეს სპექტრი და მაგიტომაც ქვია სპექტრი, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი მოცემულობა. როდესაც მოდი ესე შევეხოთ, ხო, მაშინ რა არის ზოგადად აუტიზმი და რას გულისხმობს ის? აუტიზმი თავის თავში არ გულისხმობს ინტელექტუალურ დარღვევას აუცილებლად და ასევე არ გულისხმობს, რომ საერთოდ ვერ უნდა საუბრობდეს ადამიანი, ან ქონდეს მეტყველების ძალიან მკვეთრად გამოხატული შეფერხება. აუტიზმი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ერთ-ერთი არის კომუნიკაცია და სოციალური ინტერაქცია. ეხლა აქ შეიძლება დამაბნეველი იყოს და ძალიან მოკლედ შევეხები, რა არის კომუნიკაცია და რითი განსხვავდება ენა მეტყველებისგან დაუშვათ, ხო, რომ ენა არის ლინგვისტური ერთეული, ესე რომ შევხედოთ, რომ მე რომ ამბობ სიტყვა კლდე, წარმოგიდგენია ან ყაზბეგის კლდე, ან დავით გარეჯის, ანუ რაღაცა შინაარსის მატარებელი არის. მეტყველება არის ჩემს მიერ პროდუცირებული აი ეს ზეპირ მეტყველება ჰაერნაკადით და არტიკულაციით და კომუნიკაცია რა არის? ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლა, ხო? შესაბამისად, აუტიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, აუტიზმის ერთ-ერთი წამყვანი ასე ვთქვათ, სირთულე არის კომუნიკაციის სირთულე და ვინაიდან ადამიანები კომუნიკაციას ძირითადად მეტყველებით ვამყარებთ, ასე ვთქვათ, თავისთავად გადაჯაჭვულია რა გარკვეულ. ანუ როგორც ინსტრუმენტი ჩვენ ვიყენებთ მეტყველებას კომუნიკაციისთვის, შეიძლება ეს ვერ განვითარდეს, იმიტომ რომ კომუნიკაციაში მაქვს სირთულე და არ ვიყენებდი ამ ინსტრუმენტს. ზუსტად. ამიტომ შემოვიდა მერე ალტერნატიული კომუნიკაცია, ხო, იმ ადამიანებისთვის არა მარტო აუტიზმის სპექტრის მქონე და უშუალოდ ცერებრული დამბლის მქონე და ასე შემდეგ. ანუ ალტერნატიული კომუნიკაცია, როდესაც შემოდის, იქ ბარათებით შეიძლება ან სხვადასხვა საშუალებებით ბავშვები ამყარებდნენ კომუნიკაციას, თუმცა ზეპირმეტყველება არ ქონდეს. ამიტომ ერთ-ერთი ნიშანი არის კომუნიკაციის სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება საუბრობდეს. აი ჩვენ ხშირად გვინახავს ბავშვი, რომელსაც ენაც აქვს, მეტყველებაც შეუძლია, მაგრამ არ იყენებს. შესაბამისად, ეს არის უკვე კომუნიკაციის სირთულე. მეორე ეს არის სოციალური ინტერაქციის სირთულე, რომ აი ურთიერთობა, ჩვენ ხო სოციალური არსებები ვართ და აი გაზიარება ინფორმაციას, როდესაც მეგობარს ურეკავ და აი არაფრის გამო ურეკავ, აი ეს უბრალოდ ამბავი უნდა მოუყვე შენ თავს, რა ხდება? ხო, აი ინტერაქცია, როდესაც საუბრობთ და მივყვებით თვალით კონტაქტით ერთმანეთს, სხეულის ენა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ვუსმენთ ამ შემთხვევაში, ხო? აი ეს არის სოციალური ინტერაქცია და განმეორებითი და
ქცევები, ასე ვთქვათ, ან უჩვეულო ვიწრო ინტერესები. ეს ვიწრო ინტერესი იმდენად შემაწუხებელი უნდა იყოს, რომ უნდა უშლიდეს ხელს ბავშვს და უშუალოდ ჩაერთოს სხვა აქტივობებში. ეს განმეორებითი ქცევაც ესეთი ხელის შემშლელი უნდა იყოს, თორე ზოგადად პატარა ბავშვს ახასიათებს განმეორებითი ქცევაც და რაღაცა თავისი ვიწრო ინტერესებიც ანუ და თუ კი მის განვითარებას არაფერ ხებს, ამას არ აღვიქვამთ როგორც პრობლემას. თუ მის განვითარებას არაფერ ხებს, ამას არ აღვიქვამთ როგორც პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს გარკვეულ ეტაპზე რაღაცა დოზით ეს, მაგრამ არ უნდა დიდებსაც. იყოს ძალიან, ან დიდებსაც აქვთ, კი ბატონო, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. და სენსორული სირთულეები, ხა, ეს სენსორული სირთულეები კიდე ცალკე თემა არის, იმიტომ რომ ადრე თითქოს ესე არ იყო აუცილებელი, თუმცა იგივე ICD-11-ში უკვე შეყვანილია, რომ ესეც უნდა ახლდეს. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი შეგრძნებებით, ხო? ეს იგულისხმება სენსორული არხებით, მხედველობა, სმენა, შეხება, საკუთარი სხეულის აღქმა და ასე შემდეგ. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რიგ შემთხვევაში აი ეს ზღურბლები აქვთ ცოტათი განსხვავებული. ზღურბლი რას ნიშნავს მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაცას თიც დაადებთ და ყვირის რო ეთკინა და ვიღაცას ხელს რა ვიცი მოგლეჭ და რეაქცია არ აქვს, ხო? იგივე პრინციპია ოღონდ მართლა ეთკინა და იმიტომ. მართლა ეთკინა, რა თქმა უნდა, იგივე პრინციპია სმენაზე. ვიღაცისთვის ძალიან დაბალი ხმაც, აი ძალიან კატასტროფულად ჭყირს და ვიღაცამ თვითმფრინა რო გაუაროს, ანუ არ აქვს რეაქცია, ხო? ეს არის სენსორული სირთულეებიც უნდა ჰქონდეს და იგივე ICD-11-შიც და DSM-5-შიც, რაც ძალიან მიხარია და ეს მგონია, რომ ეს ბიოფსიქოსოციალურ მოდელს რომ ეყრდნობიან, მაგის დამსახურებაც არის, ყველგან არის, რომ აი ამ ნიშნების ერთობლიობა ხელს უნდა უშლიდეს ადამიანს ფუნქციონირებაში რაღაც ასპექტში მაინც. ანუ ან სწავლის პროცესში, ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, ან საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, ანუ სადღაც რაღაცას ხელს უნდა უშლიდეს ეს მოცემულობა, იმისთვის რომ ვისაუბროთ დიაგნოზზე. თორე ესე რომ ავიღოთ აი ბოლთასცემსო ადამიანი, ხო, ეს წინ დაუკარო დადის შფოთვის დროს, ესეც სენსორული თვითსტიმულაციაა, რომ ესე იმშვიდებს თავს. შესაბამისად, ხა არ ვამბობთ, რომ აუცილებლად ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ეხლა ეს აქ რატო დადის, ესე, ხო? ანუ რაღაცაში კიდევ ერთხელ ხელს უნდა უშლიდეს. და კიდევ ერთი ამასაც აღვნიშნავ, ბარემ რომ ადრე თუ ითვლებოდა, რომ მხოლოდ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს ამის დიაგნოსტირება და გამოვლინება, დღეს ესეც შეცვლილია და დღეს უკვე ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ადამიანი მოვიდეს 8 წლის ასაკში მოიყვანოს ბავშვი, ან, რა ვიცი, 35 და 40 წლის ასაკშიც მოსულან იმისთვის, რომ დადასტურებით და უშუალოდ ან ეთქვათ, რომ აქვთ აუტიზმის სპექტრი, ან არა აქვთ. ეს არის რაც არის აუტიზმი. შესაბამისად, რომ დავუბრუნდეთ იმ შეკითხვას, მეტყველება არ არის წამყვანი და მაგიტომაც ამოიღეს. იმდენად დიდია უკვე აი ეს სპექტრი ბავშვების და მოზრდილებისაც, რომ ვიღაცას არ შეუძლია საუბარი, ვიღაცა იყენებს მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს, მაგრამ ვიღაცა სრულიად გამართულად საუბრობს. იქ არის კი ბატონო რაღაცა თავისებურებები ამ მეტყველებაშიც და უშუალოდ ცოტა ნაკლებად ინტონირებულია, აი უფრო ესე მონოტონური საუბარია და ასე შემდეგ, მაგრამ ლექსიკური მარაგი ჩემზე და შენზე შეიძლება ბევრად უკეთესი ქონდეთ და ასევე სინტაქსი და გრამატიკა, ხო? მაგრამ მაინც აუტიზმის სპექტრი ჰქონდეთ. ამიტომ ეს აღარ არის. ეკოლალია? ეკოლალია შეიძლება არ ქონდეს. ანუ გაჩნია. მაგრამ ეს ეკოლალია ხდება ალბათ მაგ ნაწილში, ხო? როცა აქვს მეტყველება, იცის? რა თქმა უნდა, ეკოლალია ვერ შეხვდება თუ მეტყველება არ აქვს. ეკოლალიაც რო განმარტოთ რა არის, ეს არის, როდესაც ესე აბრუნებს, ქვევრის ეფექტივით არის, რომ რასაც ეუბნები, იმას იმეორებს. და სხვათა შორის ეკოლალიაც აი პატარა ბავშვებს ეგრეთ წოდებულ ტიპიურ განვითარებას ახასიათებს. ხო, რა ქვია, ესე სწავლობს და ისიც რა ქვია და მე რენელ-ნელა სწავლობს. უბრალოდ აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში აი მეტყველებას თუ ავიღებთ, ხო, არის ხოლმე ეკოლალიები, ანუ როდესაც იმეორებს აი ესე ყველაფერს, რაც ესმის,
რიგ შემთხვევაში ყველაფერს არ იმეორებს, მაგრამ რაღაცეებს იმეორებს და სტერეოტიპულ მეტყველებას ვეძახით კიდევ, როდესაც ერთი და იგივე კითხვა შეიძლება დასვას აი სტერეოტიპულად მაგალითად, სად ვართ ახლა ჩვენ, სად ვართ ახლა ჩვენ, სად ვართ ახლა ჩვენ და მეორე მოსმენილი ფრაზებით. აი შეიძლება ბავშვი დიალოგში შემოვიდეს და შინაარსობრივად გამოყვეთ დიალოგზე, მაგრამ ფრაზები არის მოსმენილი მულტფილმიდან დაუშვათ და იყენებს მულტფილმის ფრაზას, თუმცა კონტექსტში სწორად სვამს, მაგრამ თვითონ კი არ ქმნის, აი ესე რომ ამოჭრა და ასე ვთქვათ, ისე გამოიყენო, დაახლოებით ესე იყენებს. ეს არის ის, რაც მეტყველების თავისებურება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება ესეც არ ჰქონდეს. აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ზრდასრულები, ვინც ესე შემიფასებია, აბსოლუტურად ჩვეულებრივად საუბრობ. კი ბატონო, ეხლა შენ წეღან თქვი, რომ ახალ კლასიფიკაციაშიო, ხო, მათ შორის ICD-11-შიო შევიდაო, რომ აი ეს სენსორული სირთულეები უნდა იყოს. ხო და ეს ხო ყველა შემთხვევაში არ გვაქვს. ეს ყველა შემთხვევაში არ არის, უბრალოდ ერთ-ერთი ხო, როგორ იმიტომ იქ ბევრი მონაცემის თანხვედრა უნდა იყოს იმ შემთხვევაში, რომ თქვენ უკვე შეგეძლოთ შეფასება და შემდგომში უკვე დიაგნოსტირდეს, ხო? კი, თუმცა ეს აუცილებელი კი არ არის, უბრალოდ ერთ-ერთი თანხლებია. ისევე როგორც მეტყველების შეფერხება, როგორც აღვნიშნე, ანუ ICD-11-მა გამოყო, რომ უნდა იყოს კომუნიკაციის სირთულეები, სოციალური ინტერაქციის სირთულეები და უნდა იყოს ვიწრო ინტერესები ან განმეორებითი ქცევა. რაშიც აქ უჩვეულ არაფერი არ არის, ეს ასე იყო. უბრალოდ კიდე რაც გააკეთა, გამოყო ამის მიხედვით 8 სუბტიპი, ასე ვთქვათ რა. და ეს სუბტიპები დაყოფილი არის ნახეთ რის მიხედვით, რომ აი ამ ნიშნებთან ერთად არის თუ არა ინტელექტუალური დარღვევაც ან მეტყველების შეფერხებაც. და მერე უბრალოდ ესე ათამაშებს რა, რომ დაუშვათ აუტიზმის ნიშნები ინტელექტუალური დარღვევით, მაგრამ მეტყველების შეფერხების გარეშე, ან პირიქით მეტყველების შეფერხებით, მაგრამ ინტელექტუალური დარღვევის გარეშე, ესეთი გადათამაშებები აქვს, რის ხარჯზეც გამოდის ეს 8 ქვეტიპი, ასე ვთქვათ, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ აი ეს ნიშნები, რაც აღვნიშნე, ინტერაქცია, კომუნიკაცია, უჩვეულო ინტერესები, რომელიც ხელს მიშლის და მერე მოდის, რომ ამას შეიძლება ახლდეს ინტელექტუალური დარღვევა, სენსორული გარკვეული, ასე ვთქვათ, ან ინტერესები, ან გადამუშავების სირთულეები და მეტყველების შეფერხება. კი ბატონო, და აი საბოლოო ჯამში სამდენი კომბინაცია იწვევს აი ამ მრავალფეროვნებას და აი აქედან მივედით იმ სპექტრთან. და მე მახსენდება ხოლმე ერთი ცნობილი მეცნიერის სიტყვები იყო ესეთი, რომ ნურავინ ჩათვლის თავს კომპეტენტურად, როცა საუბრობს აუტიზმზე, იმიტომ რომ ეს არის ცვლადების განუსაზღვრელი სივრცე. აი ესე დაახასიათეთ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ისევ იგივეა. კი, ისევ იგივეა, ნამდვილად ძალიან მრავალფეროვნებას უკეთესად ვსწავლობთ და კიდევ უფრო ჩანს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანია. ეხლა მაინტერესებს შენი პრაქტიკიდან. და ისედაც ზოგადადაც როგორ არის? როდის ხდება ხოლმე აი ტიპური შემთხვევა როგორია? როდის აკითხავენ ადამიანები შენთან, როდის იწყებს მშობელი მაგალითად ფიქრს იმაზე, რომ ხوار ჯობია რომ შეფასებაზე წავიდეთ, კი ბატონო. აი ჩვეულებრივი ერთი ტიპური ისტორია როგორია შენს კაბინეტში მოსული მშობლისგან. შეიცვალა, აი ბოლო რამდენიმე 10 წელი რო ავიღოთ, ადრე უფრო გვიან ასაკში მოდიოდნენ, ძირითადად მაინც მოდიან მეტყველების შეფერხების გამო. უმეტესობა. აი დააგვიანა საუბარი, არ საუბრობს და მე ამის გამო მივიდა პედიატრთან. იცი რა, აღარ 2 წლიდან უკვე, აი ეს ძალიან შეიცვალა და ხო, ეს ადრე იქნებოდა უკვე 3-4 წლის ასაკი. ადრე იყო 3 წლის ზემოთ და 4 წლის ზემოთაც მოსულან 4 წლის ასაკში, ისე რომ პედიატრს ნათქვა მიქონდა, რომ ბიჭია და დაველოდოთ. რაც ან ნევროლოგს, ხო იყო სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები. ახლა ძალიან იშვიათად არის ასეთი შემთხვევები. თავად პედიატრები, ნევროლოგები, ბაღის აღმზრდელები ამისამართებენ. დავუშვათ ბაღიდან ძალიან ხშირად ამისამართებენ, როდესაც ხედავენ, რომ ბავშვებთან ერთად არ ერთვება თამაში.
თუმცა ისეთი შემთხვევებიც ქონია, რომ ვეკითხებით აღმზრდელს, რომ ბავშვებთან თამაშობს, აღმზრდელი პასუხობს კი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ბავშვებთან კი არ თამაშობს, ერთად გვერდით ზის და აი პარალელურ თამაშს რო ეძახით, ეს თავისთვის თამაშობს, ასე ვთქვათ და ისინი თავისთვის, მაგრამ სინამდვილეში რაღაცნაირად აღიქვამს, რომ ბავშვებთან ერთად თამაშობს. მშობლებს მოყავთ აი დაახლოებით 2 წლის ასაკისთვის, თუმცა ესეც ჩამოიწია და აჰა. აი მქონია შემთხვევები, რომ წლინახევრის ასაკში, წლის და 2 თვის ასაკშიც მოუყვანიათ. და ამაზეც აი ძალიან ისეთი მ, ორმაგი სტანდარტია ხოლმე, რომ ძალიან ხშირად მესმის მშობლებისგან, რომ 2 წლამდე დიაგნოზი მაინც არის მევა და მიყვანას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რისთვის მიყვავს. ბავშვი არ მიყვავს შეფასებაზე მარტო დიაგნოზის დასასმელად. ბავშვის შეფასებაზე, როდესაც მიმყავს, იქნება ეს პედიატრთან, ნევროლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან, თუ მინდა გამოვრიცხო აუტიზმის სპექტრი, მიმყავს იმიტომ, რომ ვნახო მისი სუსტი მხარეები. სუსტ მხარეებს ვეძახით რას, რომ რაღაცა, რასაც უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს. ეხლა ამ უნდასაც, როდესაც ბავშვზე და ინდივიდზე ვსაუბრობთ, აქვს თავის ზღვარი. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთნაირად მაინც არ ვითარდება, ვიღაცა 3 თვით ადრე იწყებს საუბარს, ვიღაცა 6 თვით გვიან იწყებს და ეს აბსოლუტურად ჩდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ მე თადარიგს დავიჭერ და ვხვდები, რომ აქ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ჯობს მივიდე სპეციალისტთან და სპეციალისტმა მითხრას, რომ აი ამაში ჭირდება მხარდაჭერა. მშობლებს ძალიან ეშინიათ ხოლმე, რომ აი მე პირიქით არ დააზიანონ რა და მეც არ ვარ მომხრე, რომ მე დაყავთ ერთი სპეციალისტთან, მეორესთან, მესამესთან და ეს არ მთავრდება, მაგრამ რაც უფრო ადრე ეცოდინება ადამიანს ნებისმიერ აი ესეთი განვითარებასთან მიმართებაში რა სირთულეები აქვს ბავშვს, მით უფრო მარტივია მხარდაჭერა, იმიტომ რომ დღეს ბევრს საუბრობთ თავის ტვინის ნეიროპლასტიურობაზე, ხო? აჰა. და ვიცით, რომ ეს თავის ტვინი პლასტიურია, შეუძლია ისეთი რაღაცეები აიღოს თავის თავზე და ახალი გზები შექმნას და აჰა. დაისწავლოს, ხო? ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებთან მიმართებაში. ძალიან ბევრი წლის წინ Discovery-ზე გადიოდა დოკუმენტური ფილმები და აი მახსოვს მე თვითონ შოკში ვიყავი, სტუდენტი ვიყავი მაშინ, რომ ბავშვს ამოაჭრეს ნახევარი ჰემისფერო თავის ტვინის. აღდგებოდა. იმიტომ რომ რეზისტენტული გულყრები ჰქონდა და ნუ ვერ უჩერებდნენ და რამდენიმე თვეში ამ ბავშვმა დაიწყო სიარული, დაიწყო ლაპარაკი, ანუ აი საოცრება იყო, რომ რის ხარჯზე, ანუ ნახევარი თავის ტვინი რო არ გაქვს, ხო, მინიმუმ ან მაღალი მოტორულად პლასტიურობის ხარჯზე. სირთულეები უნდა ქონდეს. ეს არის მაღალი ნეიროპლასტიურობა ბავშვის თავის ტვინის. და შესაბამისად მე, როდესაც იგივე 2 წლის ასაკში შემიძლია დავეხმარო და თერაპიები ხა ძირითადად რა არის, ხო, აუტიზმზე წამალს განსაკურნებლად არავინ არ ნიშნავს. ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ რა შემთხვევაში ხო. ინიშნება, მაგრამ აუტიზმი არ არის წამლით განკურნებადი კი მდგომარეობა, ხო? ბატონო. აუტიზმს ჭირდება გარედან მხარდაჭერა, მრავალფეროვანი გარემოს მიცემა, სადაც ბავშვი განვითარდება და ეს განვითარება ხდება სწორედ თავის ტვინის აი ამ ნეიროპლასტიურობის ხარჯზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკში მივიდეთ ადეკვატურ სპეციალისტთან, რომელიც შეიძლება საერთო თერაპიებშიც არ ჩართოს, მშობელს უთხრას, რომ აი რა გააკეთოს მან სახლში იმისთვის, რომ ის უნარები წინა პლანზე წამოვიდეს, ასე ვთქვათ. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ მომართვიანობა ბევრად ადრე დაიწყო და ძირითადი ისტორია კიდევ ერთხელ არის ის, რომ ნუ აი მოდიან, რომ მეტყველება არის ის, ხო. რაც ყველაზე მეტად მაინც ხო, ნუ ეს მშობლებთან თანამშრომლობა ხო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ ალბათ კიდე ხაზი უნდა გავუსვათ ერთხელ, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს საქმე, ეს არ არის, რაცა ექიმთან ვიზიტი მივიყვანი და პროცედურა ჩაიტარა, ხო? ეს არის ვეხმარებით იგივე მის ხო. გარშემო მყოფებს, კალაპოტში ვაქცევთ, თორე ყველა მშობელი ზრუნავს ხო ისაც ბავშვის განვითარებაზე. უბრალოდ აი ეს კალაპოტი გვჭირდება. და აქვე დავამატებ ახლა ჩვენი მსმენელისთვის, რომ ეს საკითხები, აი მაგალითად იგივე პარალელური თამაშების საკითხები რაღაცა. ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ ცირა ბარქაიასთან ერთად,
ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა და ძალიან ამაზე ამაზე თუ უფრო მეტი გაინტერესებთ ვიდეოს აღწერაში იქნება შესაბამისი ბმული, რაც შეეხება ნეიროპლასტიკურობას, ნეიროპლასტიკურობის შესახებ ვისაუბრეთ ზალკო კაიასთან ერთად და მაგისის შესაბამისი ეპიზოდსაც ასევე თქვენ ნახავთ ვიდეოს აღწერაში. რეკომენდაციას ვუწევ ორივე ეპიზოდს, რომ უყუროთ, მართლა ძალიან საინტერესო გამოვიდა აი ამ სპეციალისტებთან და მეცნიერებთან საუბარი. მარიამ, მოდი ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, რომ მაგ შეკითხვაზე პასუხს თუ გამცემ, გადავაგზავნით და მიიღებ ნობელის პრემიას. მაგრამ წინასწარიცი რომ ვერ გავცემ, მაგრამ მაინც მეკითხები. მაინც გეკითხები. იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ აუტიზმის ეტიოლოგიაზე, რა იწვევს აუტიზმს. იმიტომ რომ ეს საკითხი გახდა, მე მგონი ერთ-ერთი დიდი კრიზისის საფუძველი მრავალჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯანმრთელობის სფეროში. უბრალოდ მოკლედ რომ შევაჯამოთ. რა ვიცით, რა გაგვიგია, რა მტკიცებულებები გვაქვს ან არა გვაქვს. რა მიმართულებით მიდის დღეს მეცნიერება, რომ რა შეიძლება იყოს მიზეზი? ნამდვილად სამძიმე და რთული კითხვა და პასუხი ნამდვილად ერთმნიშვნელოვანი არ მაქვს მე პირადად და ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არსებობს. საუბარი არის რამდენიმე მულტიფაქტორულია, მრავალფაქტორულია, ამაზე ვისაუბროთ. საუბრობენ ძალიან ბევრ გენზე. არ არის ნაპოვნი ნამდვილად ერთი გენი, ან რაღაცა ერთი გენური მუტაცია და რომ ვთქვათ, რომ აი ამის ბრალია, არა. რადგან აუტიზმის სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან ბევრ გენზე საუბრობენ და არის საუბარი, რომ აი ამ გენის შემთხვევაში ესეთი და იმ გენის შემთხვევაში ისეთი. თუმცა ჩვენ როდესაც კვლევებზე საუბრობთ, ხა ესეც უნდა აღვნიშნოთ, ხო, რომ ძალიან ხშირად შეიძლება მშობელი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს და კვლევას კითხულობს, ცოტა დაიბნეს, იმიტომ რომ ნებისმიერი კვლევა, როდესაც სტარდება, კვლევას აქვს შედეგად, რომ რაღაცა ტიპის კავშირი არსებობს, რაც ხშირად აღიქმება მიზეზ-შედეგობრივად და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მიზეზ-შედეგობრივი, ხო? შეიძლება კავშირი არის, მაგრამ იწვევს თუ არა ეს ამას, ეს არ ვიცით. ამიტომ ძალიან ბევრი კვლევა აუტიზმთან მიმართებაში სწორედ ასეთია, რომ კავშირი არის, მაგრამ რეალურად მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის, ხო? არის ძალიან ბევრ კონკრეტულ გენზე საუბარი, რომ ჩართული არიან აი ამ აუტიზმის სპექტრის მდგომარეობასთან კავშირში, ასე ვთქვათ. თუმცა როგორც აღვნიშნე, არა ის, რომ აი ეს კონკრეტული გენი და დავამთავრეთ, როგორც დაუშვათ დაუნის სინდრომის შემთხვევაში ვიცით, ხო, რომ 21 ქრომოსომა და ვიცით ეს დადასტურებულად. ასე არ არის. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ორსულობის დროს გადატანილი ინფექციები, რაღაცა სხვადასხვა დაავადებები, ნაადრევი მშობიარობა და ასე შემდეგ შესაძლებელია იყოს გამომწვევი ერთ-ერთი, ანუ ესეც კავშირშია, ასე გენების ვთქვათ. გამოაქტიურებელი, გენთა კომპლექსის გამოაქტიურებელი, რომელიც შეიძლება იმ ნიშნებზე იყოს პასუხისმგებელი, რომლის საფუძველზე ჩვენ მერე ვამბობთ, რომ აქვს. ვლინდება, ჩვენ მერე ვამბობთ, რომ არის აუტიზმი, კი ბატონო. და ბევრი გარემო ფაქტორზეა კიდე საუბარი. ეს არის დაბინძურებული გარემო, ეს არის კვება ორსულობის დროს. ხო, ხა რეალურად ჩვენ არ ვიცით რა ვჭამთ, დასხივება არის ყველგან. ანუ იმდენად მულტიფაქტორულია და ყველა რაღაცა თავის მხრივ გავლენას აკეთებს, რომ რაზეც არის მსოფლიო შეთანხმებული, რომ ეს არ არის ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს დაუშვათ აი ამ აუტიზმის სპექტრის მდგომარეობას. რაც შეეხება აი იმასაც რა შევეხოთ, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ბრალდება კიდე ეს აუტიზმი, ხო? დაუშვათ ძალიან ბევრი წელი იყო საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაცია და არ გვჭირდება ეს ვაქცინაცია და ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული დაავადებების თავიდან აფეთქება, ასე ვთქვათ. თუმცა თანამედროვე დღემდე არსებული კვლევებით არც ერთმა კვლევამ არ დაადასტურა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის. არის შემთხვევები და ეს არ არის მხოლოდ მსოფლიოში და ნამდვილად აი მეც პირადად მქონია, რომ მშობელი აღწერს, რომ ბავშვი ვითარდებოდა აბსოლუტურად ტიპიურად, წავიყვანე ვაქცინაციაზე და იქედან წამოვიდა სიცხით, იყო ცუთხასიათი და სადღაც ერთ კვირაში, ორ კვირაში აღწერს რეგრესს. ძალიან რთულია ეს მშობლისთვის.
და მოსასმენადაც ძართულია და აი სადღაც ხა ადამიანურად შენც ეჭვი გიჩნდება თუ გეშინათ რომ აი რაღაცა გემართება რომ ნუ აი როგორ ხდება ხო მაგრამ არსებობენ ბავშვები რომელთაც არ ქონიათ ვაქცინაცია გაკეთებული მაგრამ იგივე ასაკში დაახლოებით წლინახევრის ასაკზეა იგივე ასაკში ეწყებათ რეგრესი ვაქცინაციის გარეშეც ანუ რეალურად ფაქტი არის რომ აუტიზმის შემთხვევაში ორი ვარიანტი არის ერთი რომ თავიდანვე ვლინდება ეს ნიშნები მაგალითად თვეების და ამაზეც თალკე თუ გვექნება სურვილი ვისაუბროთ რომ რა არის ეს ნიშნები რომ 8-9 თვის ბავშვზე დედა ამბობს რაღაცეებს რომ აი თავიდანვე განსხვავებული იყო და არიან ბავშვები ვინც ვითარდებიან ეგრეთ წოდებულად ტიპური განვითარება გვაქვს და მერე იწყებს რეგრესს. ეს რეგრესი ზოგს ეწყება წლინახევრის ასაკში, არის შემთხვევები 2 წლის ასაკში და იშვიათად, მაგრამ ასევე არის 3 და კიდე ზემოთ. ანუ წარმოგიდგენთ ბავშვი ჩვეულებრივად ლექსებს ყვება, ზღაპრებს ყვება და მერე უცებ ესე რეგრესი ეწყება და საერთოდ წყვეტს საუბარს, ხო? ესეთი მდგომარეობებიც არის ხოლმე. შესაბამისად, აი ეს ვაქცინაციაზე არც ერთ კვლევას ნამდვილად არ დაუდასტურებია. მოდი მოკლედ მოვყვები მაგ ისტორიას. ანუ ბევრი დრო დავკარგეთ იმაში, რომ ამიც არ ვეხმიანებოდით და მოდით ნათელი მოვფინოთ ახლა სინამდვილეში რა მოხდა და როგორ იყო. იმიტომ რომ ყველაფერი იყო ძალიან მარტივად. ძალიან მარტივად და ეს ყველაფერი დაიწყო 1998 წელს. ეს არის ის პერიოდი, აი წეღან მე და შენაც საუბრობდით მაგაზე, რომ ეს არის ის პერიოდი, როცა მით უმეტეს საერთოდ არაფერი არ ვიცით, ფაქტობრივად აუტიზმის გამომწვევი მიზეზების შესახებ და ძალიან ბევრი თეორია არსებობს და როგორც წესი ხშირად იყო ხოლმე ოჯახის დადანაშაულები, ჭყალებში დადანაშაულები და ხშირად ეს იყო დედა. ნუ სხვადასხვა მიზეზით. ამაზეც მე ვისაუბროთ კიდე, რომ ეს ცოტა მოყვება კიდე. უცებ ხსნად გამოჩნდა თითქოს სხვა რაღაცა დამნაშავე და ეს იყო წითელი წითურა ბაყურას ვაქცინა ალბათ ამით შეიძლება აიხსნას ეს დიდი ნდობა რომელიც ამ ინფორმაციამ გამოიწვია მაგრამ ეს ინფორმაცია რას ეყრდნობოდა ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ენდრიუ უიკფილდი ესეთი ექიმი იყო რომელმაც ძალიან მაღალ რეიტინგულ და დღეს ნომერ 1 ჟურნალში ლანცეტში მაგრამ ნუ მაშინ ხა ჩვენ როდინდელ ამბავს ყვებით ხო 90-იანი წლების ამბავს მაშინ ჯერ კიდე არ იყო ასე დონეზე განვითარებული აი ეს peer review პროცესი ანუ კვლევების შეფასების და პუბლიკაციების გადაფასების თორშის ამან ბევრი რაღაც შეცვალა მე ამ მოვლენამ მაგ მიმართულებითაც მისი კვლევის შინაარსი იყო შემდეგი რომ მან 12 ბავშვში ჩაატარა კვლევა როგორც თვითონ ნაშრომში ეწერა და ამტკიცებდა რომ აქ ერთ ვაქცინაზეა საუბარი წითელი წითურა ყვაყურას ვაქცინაზე ეწეწ ვაქცინა იყო ნაწლავების ახალ დაავადებებთან და ანთებით დაავადებებთან და აუტიზმის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. და პირდაპირ არ ამტკიცებდა, მაგრამ აი ბექგრაუნდად ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ არა პირდაპირ, მაგრამ იწვევს აუტიზმს. ხო, ანუ საშიშროებაზე ამახვილებდა ეს ყურადღებას. ერთ შეხედვით ახლა ჯერ რა უნდა 12 ბავშვზე ჩატარებული კვლევა, რო კვლევა არ არის, ნუ ეს გვერდზე რო გადავდოთ. აღმოჩნდა, რომ ეს მთლიანად იყო თაღლითობა, რომელიც შემდგომში უკვე ექიმებმა და ჟურნალისტებმა გამოიციეს და რა აღმოჩნდა. ჯერ ერთი მონაცემები იყო გაყალბებული. იმ 12 ბავშვში ჩატარებული კვლევაც იყო ყალბი. იმიტომ რომ მოგეთ ასაკებს აყალბებდა. ანუ აუტიზმის დიაგნოზ მაშინ ასე იყო აუტიზმი ერქვა როგორც დიაგნოზ, აუტიზმის დიაგნოზს ამდა ამბობ სიმპტომების აღწერას იწყებდა ვაქცინაციის შემდგომ. ანუ მანამდე თუ ჰქონდათ ამას სამედიცინო ისტორიიდან აკრობდა რეალურად. და თავარი ამბავი რა არის? რა აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა დიდი ფინანსური ინტერესი. აქ ჩვენ საუბრობთ დაახლოებით 400,000 ფუნტ სტერლინგზე, ეს ყველაზე ისეთი ვალუტა არის ხო და 98 წელს რა ფასი ექნებოდა ამ თანხას ხო წარმოგვიდგენია მას წინასწარ ყავდა დაქირავებული იურისტების ჯგუფი იმიტომ რომ შემდგომში საჩივარი ანუ ეს იყო ჰონორარი რაც ამ საქმისთვის აიღო მაგრამ შემდგომი გაგრძელება დიდი უნდა ქონოდა მას ამ ერთი კონკრეტული მწარმოებელი ვაქცინის წინააღმდეგ უნდა დაეწყო ეს საქმე და ნუ როგორც ამბობენ შემდგომში უბრალოდ ბაზრისთვის სხვა თვითონ რაშიც იქნებოდა ჩართული სხვა ვაქცინის შეთავაზებას აპირებდა მოგეთ სერიოზული თაღლითობა იყო და ამას დამატებული ისიც რომ ძალიან ისეთ ინვაზიურ კვლევებს ატარებდა აი ამ ბავშვებზე
ვისშიც ჩაატარა ეს კვლევა, ყოველგვარი ნებართვის, ანუ ესენი იყო მტკივნეული, ინვაზიური პროცედურები ბავშვებს ჩატარებული, არავითარი ნებართვა არ ქონდა ეთიკის კომისიისგან, მშობლებისგან, ბავშვებისგან, არაფერი. მოკლედ აი ყოველმხრივ ჯოჯოხეთი დაატრიალა ამ კაცმა. რასაკვირველია შემდგომში, როცა ეს ყველაფერი გაირკვა, ჟურნალმა Lancet-მაც ეს პუბლიკაცია ამოიღო, დღეს რო ეძებოთ ვერ იპოვით, იმიტომ რომ წაშლილია, ბოდიში მოიხადეს, დადგინდა რომ ეს იყო ყალბი და მის მიღმა უკვე სამართლებრივი წარმოება დაიწყო ამ კაცის მიმართ, მას რა თქმა უნდა შეუჩერდა საიქიმო საქმიანობის უფლება. შემდგომ ის სხვა შორის წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ გაიჩინა ახალი მეგობრები და მაგაზე ცალკე ეპიზოდის მომზადება ღირს. ხო, იქაც ცალკე ვაიმე ცალკე არა. ამბავი დატრიალა. დღეს ეს კაცი ხელახლა დაბრუნდა, მისი ეს გიჟური, ის იდეები დღეს ხელახლა დაბრუნდა იმ პერიოდის თავისი სანაცვლოდ, როცა დაწინაურდა უკვე დღეს ჯანდაცვის სისტემაში. და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ეს იყო ყალბი. ეს იყო ტყუილი, ეს იყო თაღლითობა. არ ამგონია რომ ამ კაცს მოლოდინი ქონოდა რომ დღესაც 2025 წელს მე და შენ ვისხდებოდით ამ თემაზე ვილაპარაკებდით, არა, სავარაუდოდ ეს უბრალოდ პატარა ფინანსური დაინტერესებით გამოწვეული რაღაც იყო, რომელსაც არავინ არ უნდა ქონოდა ის მოლოდინი რომ ამხელა გავლენა ექნებოდა, მაგრამ ეს გავლენა იყო ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ ხო, წეღა როგორც შენ საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ამან წითელას აფეთქებაც გამოიწვია, ბავშვები დაიღუპნენ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და დღემდე მოყვება ეს. თან მე კიდე ცუდი ის გამოიწვია, რომ ნდობა დააკარგვინა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მიმართ, რომელიც შეიძინა მან მე-20 საუკუნეში, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში ამ ინტერვენციებმა რეალურად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზარდა, ადამიანების რაოდენობა, ბავშვთა სიკვდილობის შემცირება გამოიწვია და ამ შემდეგ და მე უცებ ამ სისტემას დაარტყა. და თანასწორია განზოგადდა, ანუ ის ერთი მწარმოებლის ერთ კონკრეტულ ვაქცინაზე კი არ იყო საუბარი, არამედ ზოგადად ვაქცინაციის პროცესზე იყო. და პრობლემას ამძიმებს აი ეს დამთხევა კიდე რასაც შენ ამბობდი. პრობლემას ამძიმებს ნამდვილად ეს დამთხევა, რასაც იმიტომ რომ მას შემდეგ პირდაპირ გაგებით ასეულობით 1000 მონაცემი მუშავდება მუდმივად და ძალიან ბევრმა იკვლია და კორელაცია არის. რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ბავშვების უდიდესი ნაწილი აცრილია და ასევე ჩვენ გვესდება სტატისტიკა აუტიზმის და შესაბამისად კი ვიღაცა იყო აცრილი და დაუდგინდა, მაგრამ მაინც რკინის არგუმენტი არ ხოლმე ამ შემთხვევაში ის რომ იმ ბავშვებზე მაშინ რას ვამბობთ, ვისაც არ ქონდა ვაქცინა გაკეთებული და მაინც აქვს აუტიზმი, ხო? ამ შემთხვევაში სად მივიდეთ? და რეგრესია აქვს იგივე ასაკში. ზუსტად იგივე ასაკში, ხო, ზუსტად იგივე ასაკში. და ეხლა რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია რომ აი ვუჩვენოთ დაახლოებით, როგორ იზრდება სტატისტიკა, მაჩვენებლები აუტიზმის მთელ მსოფლიოში. ამისი მიზეზი რა არის? აქვე ერთს დავამატებ, რომ ხან მარიამით მივმართავ, ხან ბაიკოთი მივმართავ, უბრალოდ ესე ბაიკოთი ვიცნობ, მე მარიამს ოფიციალური სახელი ქვია, მარიამ არ გაგიკვირდეს რაღაცა არ მჭირს. ესე იგი, ძალიან საინტერესო არის სტატისტიკა, იმიტომ რომ სხვათა შორის სტატისტიკა განსხვავდება რეგიონების მიხედვით. სადღაც დაუშვათ მოსახლეობის 3%-ში ფიქსირდება. ზოგადად ესე რომ გადავხედოთ, აი რაც ძალიან საინტერესო არის, ითვლება რომ იქ სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდა არის და ფინანსური და აი უფრო შედარებით ცხოვრების მაღალი ხარისხი, იქ იზრდება აუტიზმის სპექტრის მდგომარეობის რაოდენობა. ჩემი აზრით გასაგებია რატომაც. შესაბამისად, სადღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ძალიან დიდ ისეთ რიცხვს ამბობს, რომ ყოველ 31 ბავშვში ერთი, ну ძალიან დიდია. ითვლება, რომ იაპონიაშიც მაგალითად ძალიან მაღალია. ჩინეთში რატომღაც უფრო დაბალი არის, მაგრამ ზოგადად ფაქტი არის, რომ ძალიან დიდი განხილვა იყო, რომ ეს ხომ არ ხდება, იმიტომ რომ არის ჰიპერდიაგნოსტირება ერთ შემთხვევაში. რაც გარკვეულწილად შეიძლება, იმიტომ რომ ახლა ძალიან გულწრფელები რო ვიყოთ, ეს არ არის, ანუ ამერიკაშიც სისტემაში დასხება ძალიან დიდ თანხას დებს აუტიზმის სპექტრის შემდგომ თერაპიებში და იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომ იმისთვის, რომ ბავშვი დაზღვევაში მოხვდეს და მიიღოს კარგი ხარისხის თერაპიები, რიგ შემთხვევაში, აი სადაც დაუშვათ საეჭვო არის თუ არა, უფრო იხრებოდნენ აუტიზმის სპექტრისკენ. თუმცა, რაც არ უნდა ჰიპერდიაგნოსტირებაზე ვისაუბროთ, რაც არ უნდა ადრეულ მომართვიანობაზე ვისაუბროთ, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ რაოდენობა რეალურად გაზრდილია.
ამ ხელა რატომ ეს ძალიან დიდი ისეთი შეკითხვაა მართლა და აი ამ მრავალფაქტორულ იმას ვუბრუნდებით შემდეგ ისევ რომ ნუ აი რატო არც ერთი სხვა მდგომარეობა ასეთი ჭარბი დოზით საუკუნეების მანძილზე არ გაზრდილა, როგორც ამ შემთხვევაში აუტიზმი და ნუ ADHD-ზეა კიდე საუბარი, ხო, რომ იქაც ეს ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის სინდრომი, რომ ისიც ფაქტიურად, ნუ აი ძალიან ბევრ ბავშვს უკვე აქვს. თუმცა ის კიდევ უფრო სხვა არის, იმიტომ რომ იმპულსის შეუკავებლობა იმდენად კავშირში არის гаджеტებთან და ეხლა უნდა შევეხო იმ საკითხს, რომელზეც საუბარიც მშობლებს არ უყვართ. აი ამ გარე ფაქტორებთან მიმართებაში წაღა რო საუბრობდით, კიდევ ერთ-ერთი რაც არის, რომ იწვევს თუ არა ციფრული ტექნოლოგია აუტიზმს. ციფრული ტექნოლოგია, მობილური ტელევიზორი და პლანშეტი არ იწვევს აუტიზმს, მაგრამ მათთან გატარებული დიდი დრო და აი ჩემი გამოცდილებით მარტო ალბათ მშობლების 100%-დან მინიმუმ 60%, როდესაც ვეკითხებოდი 3 წლის, 4 წლის ასაკის ბავშვთან მიმართებაში, შეიძლება 2 წლისაც, რა დროს ატარებს ის ციფრულ ტექნოლოგიებთან? აი, შენი აზრით, რამდენი საათი შეიძლება მითხრას მშობელმა 3 წლის ბავშვზე? არ ვიცი ხა მე ისეთ მონაცემებს მიწერს ხოლმე ჩემი ტელეფონი, მე თვითონაც არ მჯერა რომ ვუყურებ რამდენი ხანი, ხო. მაგრამ ხო, რა ეგ ვიცი, ალბათ დიდ დროს, დიდი რამდენიმე 3-4 საათი. საათი. აი ხო, უთქვამთ საათი. 3-4 საათი და ჩვენ რო ავიღოთ 3 წლის ბავშვი, რომელსაც შუადღეს ძინავს, ჭამს და უნდა ითამაშოს და შუადღეს 2 საათი მინიმუმ ძინავს. ხო 3-4 საათი დღეში გამოდის, რომ ფაქტობრივად მთელ დღეს ატარებს. და 3-4-ს რო ამბობენ კიდევ, ანუ 1-2 საათი ზემოდან უნდა ჩავთვალოთ, ხო? შესაბამისად, ასეთი სიხშირით, აი რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს მშობლისთვის ამის მოსმენა, იმიტომ რომ ძალიან ბრაზობენ ხოლმე, რომ გასაგებია რომ საჭიროა 21 საუკუნეში ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, მაგრამ გააჩნია ასაკს. როდესაც ბავშვი ასეთი დოზით ატარებს ტელეფონთან, პლანშეტთან ან ტელევიზორთან დროს, მისი თავის ტვინი ზიანდება. აი ძალიან მწუხვარ, მაგრამ ზიანდება და ზიანდება და ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არ არის არც ერთი ფსიქოლოგის მოგონილი, ეს არის უამრავი კვლევა ჩატარებული, რომ თავის ტვინის ქერქის დონეზე ხდება დაზიანება, როდესაც ძალიან დიდი დოზით ხდება, ხო? და კიდე ეს რას იწვევს, ნახეთ, აუტიზმს რო დაუბრუნდათ, ისევ კომუნიკაციის პრობლემები, ინტერაქციის პრობლემები და ვიწრო ინტერესები მაქვს, ხო? იმისთვის რომ აუტიზმზე ვისაუბრო. ბავშვი, რომელიც 4 და 5 საათს ატარებს гаджеტთან, მას მერწმუნეთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა იქნება, იმიტომ რომ კომუნიკაცია არის ორ ადამიანს შორის ურთიერთობა. ტელევიზორი და гаджеტი არ არის ადამიანი. ამიტომ ის კი რაღაცას ყვება, მაგრამ კომუნიკაციას ეს ბავშვი ვერ ამყარებს. ანუ ცალმხრივია მისი აი ეს ურთიერთობა, ხო? ინტერაქცია არის რა? თამაში ჭიტას, თამაში დაჭერობანას, თამაში გაზიარება. ამასაც гаджеტთან ვერ ახერხებს. და ვიწრო ინტერესი რას ნიშნავს, რომ მე როდესაც უნდა ვიკვლიო სამყარო და რაც შეიძლება ბევრი რაღაცა ხელში დაბიჭირო, შევიმეცნო, გამოვიკვლიო, მთელ ამ დროს ვატარებ და ვიღებ ფაქტობრივ ცოდნას, ნახეთ? და ამიტოა რომ მე აი ძალიან მოსწონთ მშობლებს, რომ ინგლისური ისწავლა ამ ბავშვმა ფერები იცის, ფორმები იცის, რითი ვართ უკმაყოფილო ეს ფსიქოლოგები გაუგებარია. Baby TV, რომელიც საოცარი ისინი აქვს განმავითარებელი ფაქტობრივი ცოდნისთვის, ყველა პედიატრების ასოციაციამ აკრძალა 2 წლამდე. იმიტომ რომ ეს არის ის ფაქტობრივი ცოდნა, რომელიც არ მჭირდება ამ წუთას რა. მე 2 წლის ბავშვთან მჭირდება გაზიარება, მე 2 წლის ბავშვთან მჭირდება ერთობლივი თამაში, ღიმილზე ღიმილით მიპასუხოს, გამომეკიდოს, გაბეკიდო, მანქანა გავუგორო, ანუ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ჭირდება ბავშვს განვითარებისთვის და არა ის რომ აი 5 წლის ბავშვი მოსულა ეს აუტიზმის სპექტრისთვისაც დამახასიათებელი არის, რომელმაც კითხვა იცის. წერა კითხვა იცის, მაგრამ შეკითხვაზე რა გქვია არ გპასუხობს. და ის ბევრად მნიშვნელოვანია 5 წლის ასაკის ბავშვისთვის, ვიდრე წერა კითხვა იცოდეს, ხო? ამიტომ აი ეს ძალიან გასათვალისწინებელი არის რა, რომ რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ და რის საშუალებას ვაძლევთ ბავშვებს და რის საშუალებას არ ვაძლევთ. თუმცა ისევ იმ თემას რო დავუბრუნდეთ, ხო, ანუ ესე არ იწვევს ციფრული ტექნოლოგია ნამდვილად აუტიზმს, მაგრამ ვიგაღებინებთ სურათს, რომელიც იმდენად გავს, რომ მერე დაგჭირდება შეფასების გაკეთება, რომ ნახოთ არის თუ არა ეს აუტიზმი.
კი ბატონო, აქ ორი რაღაც მინდა რომ ერთი ის თემა ბოლომდე ვერ ამოვწურეთ ამ სტატისტიკის ზრდის. ხო. ეგ ერთგვარად ასევე ხო უკავშირდება კლასიფიკაციის ცვლილებასაც. კლასიფიკაციის ცვლილებასაც უკავშირდება სტატისტიკის ზრდა და რა აი ამ კიდე მრავალფეროვნებამ მიდის მეტი დიაგნოზი დაცვა, ხო და გადახედვა, ხო, ნახე, იმიტომ რომ აუტიზმის აი ამ ჩარჩოში დაუშვათ ადრე უფრო სვამდნენ, როგორც აღნიშნე, უფრო ესეთ კლასიკურ მძიმე შემთხვევებს. ეხლა ეს რომ გაიზარდა, თავისთავად რაოდენობაც ხო გაიზარდა, იმიტომ რომ ადრე არ მოხვდებოდა დაუშვათ აუტიზმის სპექტრში ის ადამიანი, ვინც ახლა მოხვდება. პლუს ასაკობრივი ისიც ხო გაიზარდა, ნახეთ, ადრე თუ 2 წლის, 3 წლის, 4 წლის ასაკში აფასებდნენ ძირითადად, ეხლა ძალიან ბევრი ბავშვი წამოვიდა 8 წლის ასაკში, 9 წლის ასაკში, და შენ 15 კიდე წლის სულ ასაკში. უფროსების ზრდასრულებით, ხო? დასრულებით და ეს ხომ მთლიანი მას ზრდის უკვე რაოდენობას. ასევე კიდევ ის რომ ჩვენ ცოტა გვიან დავეწიეთ ხო ამ სისტემას, როცა დიაგნოსტირება შესაძლებელი გახდა. ჩვენთან როდიდან დაიწყო ამის? აა, 15 წლის წინ მე მგონი თუ ხო? ჩვენთან ხო ალბათ დაახლოებით სადღაც 15 წლის წინ. ეს დიაგნოსტირების სისტემაც იცი როგორია, რომ იხვეწება. აუტიზმის დიაგნოზი დაუშვათ ისმებოდა 15 წლის წინაც და 20 წლის წინაც სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ თვითონ ხელსაწყოები და ინსტრუმენტები იმდენი არ იყო. ეხლა გაქვს რაღაცა მეტნაკლებად, არის იქ ADOS-ი, ADI არია, რაღაცა კითხვარებია ბავშვებისთვის, დიდებისთვის ცალკე, და სულ ახალ-ახალი შემოდის კიდე, რომ ბევრი ინსტრუმენტია, ასე ვთქვათ და თავიდან ეს ინსტრუმენტები ხო არ იყო, პირად სუბიექტურ გამოცდილებაზე და ICD-ზე და DSM-ზე დაყრდნობით ხდებოდა მხოლოდ ამის და ცოტა ბევრ დიაგნოზი. ქვეყანას ეხაც არა აქვს. ეხა იგივე ეს რაღაცა გვაქვს. ჯანდაცვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კენედის ის კვლევის შედეგის გამოქვეყნება რო იყო პარაცეტამოლი რო დაადანაშაულეს აუტიზმის გამოწვევაში, მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ესეთი დასაბუთება გააკეთა, რომ აიო კუბაშიო საერთოდ არ არისო აუტიზმი, იმიტომ რომ პარაცეტამოლი არ არისო, მაგრამ იქ აუტიზმის დიაგნოზიც არის. არც სპეციალისტები არიან, არც ინსტრუმენტები. ძალიან საინტერესო არის ხოთა შორის რაზე დაყრდნობით განაცხადეს ეს, იმიტომ რომ პარაცეტამოლის 2017 წლის კვლევა თუ არ ვცდები, სადაც კორელაცია კორელაციაზეა საუბარი დაადგინეს, მანდაც, თუმცა აი მართლა ძალიან საინტერესო შეკითხვა მან რაც არის, რომ ეს კორელაციაც პარაცეტამოლს უკავშირდება თუ იმ მიზეს, რატომ მოუწია დედას პარაცეტამოლის დალევა, ხო? ესე ხო არ დალია ისე უბრალოდ ყავის ნაცვლად, რაღაცა ნიშნები ქონდა, რის გამოც ექიმმა უთხრა, რომ მან უნდა დალიას პარაცეტამოლი. ამიტომ რატო დაუკავშირეს პარაცეტამოლს და არა იმ ნიშნებს და უშუალოდ ინფექცია იყო თუ რა იყო იმ შემთხვევაში, რის გამოც პარაცეტამოლი მიიღო, ძალიან ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რისკ ფაქტორი, ხო, დედის ჯანმრთელობა არის გადამწყვეტი ის. ხო, მოგეთ მაშინ 2-20 სიტყვა ამაზეც რო ვთქვათ. ეს იყო ერთ-ერთი დიდი ამბავი, რომელსაც მთელი არა მარტო ჯანდაცვის სისტემა მოელოდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო დაპირება, რომ გავიგებდით აუტიზმის გამომწვევ მიზეზს, ყველას გვჭირდება ეს სპეციალისტებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს, სულ ყველას გვჭირდება, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უამრავი მითით დასვდა ესაც მისტიური საბურველი თითქოს, რომელიც არის აუტისტური სპექტრის გარშემო მოიხსნას. მაგრამ ამ ანგარიშმა, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, ცოტა სევდა მოგვარა, იმიტომ რომ ამის პასუხი ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ აქ იყო კორელაცია, მაგრამ ეს კორელაცია, ხო, აი რა ვიცი, ხა ყველაფერზე შეიძლება იყოს. აი ეს არის, ეს და ხა ეს რატო არის ესე? ფაქტია რომ არის, მაგრამ რატო არის ესე? ხელი მოვუჭირე ამ ჭიქას? თუ ასეთი იყო. თუ რა ვიცი, ჩემი ტელეფონი დაეცა Z, ხო? ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცალკე სხვა ამბავია. ეს კავშირი აქ არ არის. მიზეზ-შედეგობრიობა არ დგება. და აი ეს სამნიშნულოვანი ფაქტორია, რომ აქ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ გენების რაღაც ერთობლიობა შეიძლება განაპირობებდეს ამ სიმპტომების ერთობლიობას, ხო, ესენი ეპიგენეტიკური ნაწილი, რა აქტიურებს ამ გენებს ეს არის და შეიძლება რომ ის მიზეზი ყოფილიყო, რის გამოც დედამ პარაცეტამოლი დალია. მაგალითად რამე ინფექცია, რომელმაც მაღალი სიცხე ან ტკივილი გამოიწვია, ხო? ეგენი უკვე აღარ ვიცით. ასე რომ აქაც ცოტა სიფრთხილე გვმართებს, სანამ
რეკომენდაციას გავცემთ, რომ პარაცეტამოლი არ დარდლიოთ ორსულებმა და ამ შემდეგ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო ორგანიზაციამ, პედიატრიულმა ასოციაციებმა და ასე შემდეგ განცხადებები გაავრცელეს კი და თქვეს, ბატონო. რომ ხო, ეს არის კორელაცია, აქ არის შედეგობრიობა და არ შეუცვლიათ სამედიცინო პროტოკოლები, ანუ არ გაუწიეთ რეკომენდაცია არა, ნამდვილად. პარაცეტამოლის არ გამოყენებაზე. და შენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს საუბრობდი, შენ ესეთი წინადადება ახსენე, რომ არის ეს აუტიზმიო თუ სხვა რამე მდგომარეობა Mhm. შეიძლება იყოსო და მოდი 2-3 სიტყვით ასე ვთქვათ ეს მიჯაჭვულობის რეაქტიულ დაავადებაზე ხო სწორად ვამბობ კი ხო ბატონო. ეს რა არის და რატო შეიძლება ეს კითხვის ნიშანი არსებობდეს და სპეციალისტმა დიფერენცირება გააკეთოს რომ გაქვს თუ არა ხა აუტისტური სპექტრი აა იცი რა, ამ ბოლო რითი დროს გავს ერთმანეთს ბევრი მდგომარეობა არის სინამდვილეში ბავშვებთან მიმართებაშიც და აი ცოტა უფრო აი 6 წლის ზემოთ, სადაც რთულია გარჩევა რა. პატარებთან როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი ეს არის, როდესაც гаджеტებზე დამოკიდებულია რეალურად, მართლა ძალიან გავს. ანუ ბავშვი კომუნიკაციაში ნაკლებად შემოდის, არ აინტერესებ, ძირითადად гаджеტებზე არის და ანუ ბავშვებიც არ აინტერესებს, გავს ძალიან. ეს ერთი. მეორე, როდესაც არის ესეთი მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის დარღვევა, აქაც თვალის კონტაქტი ნაკლებად აქვთ, თავის თავში ჩაკეტილები არიან, ემოციების გამოხატვის სირთულე აჰა აქვთ და შეიძლება ესე სტერეოტიპული ქცევა არ ქონდეს როგორც აუტიზმს, მაგრამ იმდენად ვიწრო აქვს ინტერესები და არ ინტერესდება არაფრით, რომ აი ცოტა ეჭვი შეგეპაროს, თუმცა რა თქმა უნდა, ხა განსხვავებული პატერნიც აქვს, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს რაღაცა ტიპის ტრავმა. ან და ეს ტრავმა როგორც წესი სერიოზული უნდა იყოს და ყველა ვარიანტში, როდესაც თერაპიულად მივუდგებით, მე ნახე, აი ეგ ძალიან საინტერესო ეგ არის, რომ ერთი ნახვით დიაგნოზის დასმა ყოველთვის არის ჩათვალე ვარაუდი რა. არის აი ის რაღაცა პროცენტი ბავშვების, რომლებთანაც ძალიან კლასიკური კანერის სინდრომია თავის ყველა ნიშნით და 99-100% დარწმუნებული ხარო აქ არის აუტიზმი. მაგრამ არის შემთხვევები და ძირითადად უმრავლესობა უკვე ესე არის, რომ კი ბატონო, სადღაც მიდიხარო, ეს არის უფრო აუტიზმის სპექტრი და უშუალოდ, მაგრამ აუცილებლად უნდა მისცე ბავშვს შესაძლებლობა ჯერ თერაპიული მხარდაჭერა მიიღოს იმისთვის, რომ საბოლოო დიაგნოზე ვისაუბროთ, განსაკუთრებით რაც უფრო პატარაა ბავშვი, ხო? იმიტომ რომ მიჯაჭვულობის დარღვევის აჰა შემთხვევაში დაუშვათ აი ფსიქოთერაპიული მიდგომები სჭირდება. ხა ჩვენ ვიცით, რომ აუტიზმის შემთხვევაში უფრო ქცევითი თერაპია გამოიყენება, ხო? თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ბავშვთან მიმართებაში მიდგომა უნდა იყოს ძალიან ინდივიდუალური. იმიტომ რომ იგივე აუტიზმის შემთხვევაში მე მქონია შემთხვევები, რომ ნუ აი ძალიან ნეგატიურად რეაგირებს დაუშვათ ქცევით თერაპიაზე და სხვა ტიპის თერაპიაზე უფრო კარგად მოდის. ან პირიქით შეიძლება რომ გონია რომ აი ეს უფრო სხვა ტიპის თერაპია, სადაც ნაკლები ჩარჩო არის, არ ჭირდება ამ შემთხვევაში და ჭირდება უშუალოდ აი ძალიან ინდივიდუალური თავისებურებებია მართლა გასათვალისწინებელი. ამიტომ ამ შეფასების პროცესშიც ვითვალისწინებთ ერთი, რას აკეთებს ბავშვი უშუალოდ ჩვენთან. მეორე, რას ყვება მშობელი. მესამე, რას ყვება, როდიდან დაიწყო ნიშნები, მაგრამ რა გამოცდილება აქვს ამ ბავშვს, იმიტომ რომ თუ მშობელი ყვება, რომ ეს ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი, ეს ბავშვი უყურებდა ძალადობას, აჰა ეს ბავშვი ნელ-ნელა ანუ ბევრი ფაქტორია რა, რაც უნდა გავითვალისწინო, მაგრამ ვიზუალურად აი ესე რომ შევხედო, შეიძლება აი ძალიან გავდეს. ამ შემთხვევაში არის პლუს აი სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, ასევე სადაც აი ამ გადამუშავება ამ ინფორმაციის ხდება რთულად, პლუს მეტყველების შეფერხება და ძალიან გავს. ინტელექტუალური დარღვევა შეიძლება ისეთი ფორმით იყოს, რომ გავდეს აუტიზმის სპექტრს. ნახეთ, აი მყოლია მე ძალიან პატარა სხვათა შორის ბავშვი, რომელიც დედა რომ მოვიდა და გამოვკითხა, ყვებოდა ყველაფერს. არ შემოდის კონტაქტში, თვალით კონტაქტი ნაკლებად აქვს, არ თამაშობს და ასე შემდეგ. ბავშვი რომ ნახე, სტერეოტიპული ქცევა ქონდა, იმიტომ რომ განვითარება მისი მეტი საშუალებას არ აძლევდა. და აი ეს მახსოვს, პატარა ბავშვებმა იციან, გადააგდებენ საგანს და უნდა მიაწოდო. გადააგდებენ, უნდა მიაწოდოთ ერთ თვეების ბავშვზე. რატო? იმიტომ რომ მაგ დროს აკეთებს
იმის აღქმას, რომ ეს საგანი, რომელიც ხელში უჭირავს, მისი გაგრძელება არ არის, ხო? ინტელექტუალური დარღვევის შემთხვევაში 2 წლის ბავშვად შეიძლება იგივე გააკეთოს. აჰა. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ აუტიზმი აქვს. იმიტომ რომ იქ არის განვითარების დონეზე, ხო? ამიტომ აი ძალიან ისე აჰა, ის კი. და მე ალბათ უკვე თერაპიას რო სადიფერენცი იწყებ, იმის მიხედვით როგორ იცვლება მისი კი. მდგომარეობა, ამის მიხედვით ხდება კი, დიფერენცირება. იყო იმიტომ ეს თუ რომ არა აუტიზმი. ძალიან ბევრი ბავშვი, ვინც დაუშვათ ესე გაჯეძე მიჯაჭვული იყო და დეპრივაციას ვეძახით ჩვენ, ანუ გაჯეძე მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ ის დრო რაც უნდა გამეტარებია განვითარებისთვის ვერ გამოვიყენე, ხო? როგორც კი ვთხოვთ რომ გამორთეთ, თუ შეიძლება ეს ყველა აჰა. ტიპის ციფრული ტექნოლოგიები და რთავენ 2-3 თვეში, აი დარწმუნებულია რომ ჩვენს გარდა ყველა სპეციალისტს აქვს ეს გამოცდილება, რომ მშობელი მოდის, რომ აბსოლუტურად სხვა ბავშვია. თურმე თვალით კონტაქტით შეუძლია, ქცევაც მოუწესრიგდა, ღამეძილიც მოუწესრიგდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩაანაცვლეს კომუნიკაციით და განმავითარებელი აქტივობებით ხო, რთულია, ტელეფონით. ვიცით რომ ეს ყველაფერი რთულია. ძალიან რთულია და მე მშობლისთვის ძალიან რთულია, მეცემ ეს. გარშემოყოფებისთვის რთულია, მით უმეტეს კი. თანამედროვე მშობლებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან, დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს, ძალიან იღლებიან. და ხო, ურთულესი პროცესია, კი, მაგრამ ნამდვილად და აი მართლა ყოველჯერზე ამას რომ ვამბობ ეს ზოგადად მშობელს ძალიან ხშირად აქვს დანაშაულის შეგრძნება. აი, როდესაც დიაგნოზით საუბრობთ ხოლმე, ხო? და აი შემდეგ შეხვედრები ძალიან ხშირად არის, რომ აი ესე გადადიან თავის მართლებაზე, თითქოს მათი ბრალია რამე და აი შენ რო აღწერე, რომ ადრეო ოჯახებს აბრალებდნენ და მაგიტო შვება იყო ვაქცინაცია, ხო? რომ არსებობდა თავის დროზე ესეთი თეორია, რომ აი იმიტომ რომ დედას რაღაცა საკმარისად ვერ ზრუნავს თუ ვერ აძლევს საკმარისი რაღაცას, სიყვარული არ ამიტომ მისცა, ვითარდება, ხო? რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ასაკურველია. დედის დეპრესიას, დედის შფოთვას და დედის ემოციურ მდგომარეობას რო ბავშვზე გავლენა აქვს, ეს ყველანაირად ვიცით, მაგრამ ხო? აუტიზმს ვერ გამოიწვევს. მაგრამ აუტიზმს ვერ გამოიწვევს ნამდვილად. მაგრამ მიუხედავად ამისა, დედებს და ნუ მშობლებს ზოგადად ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე, რომ აი როდესაც ეუბნები არა მარტო აუტიზმთან მიმართებაში, მაგალითად რო განვითარების შეფერხება, მეტყველების შეფერხება, რომ აი თითქოს მან რაღაცა ვერ გააკეთა და ის აი მისი ბრალია და აქ ამაზე არ საუბრობთ საერთოდ რომ მშობლის ბრალია და როდესაც გაჯეტებზე საუბრობთ და ბრაზდებიან ფსიქოლოგებზე რომ ნუ აი რაღაცა ტვინი შევჭამეთ ამდენი მოაშორეთ ბავშვებს ხო ეს იმიტომ კი მარა რომ თქვენ ცუდი დედა ხართ სიტყვაზე ძალიან გასაგებია რომ დედა რო გადის 9 საათზე და მოდის 8 საათზე სახლში ფიზიკურად დრო არ რჩება მაგრამ მე როგორც სპეციალისტი ვერ მოვიტყუები ხო რომ ამას არ აქვს ხა ექიმთან რომ მივდივარ და მაქვს დიაბეტი მეუბნება რომ თუ შევჭამ შოკოლადს ამიწევს შაქარი შოკოლადს შევჭამ თუ არა ჩემზეა ხო მაგრამ უნდა ვიცოდე მე რა მოყვება ამიტომ მე ძალიან მესმის აი ამ შეგრძნების რომ არ ვიცი აბა რა ვქნა იმიტომ რომ არ მყავს დამხმარე და ზოგჯერ მჭირდება რომ მივცე მაგრამ მაინც უნდა გავიაზროთ რა დოზით ვაძლევთ და რა დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ თორე ციფრულ ტექნოლოგიებს ბაღებშიც იყენებენ და ძალიან კარგი არის თუ გვერდით უძივარ სიტყვაზე 4-5 წლის ბავშვს და ერთად განმიხილავთ მულტფილმს უყურებთ გადასარევია აი მაგას კომენტარებშიც გვიწერენ ხოლმე როცა რამეს გაჯეტებზე საუბრობთ ხოლმე რომ აგრე ბულთვილნელზე ვართ გაზრდილი მაგრამ აგერ ეხლა წერ კომენტარსო კარგი განვითარება მაქვს ზურა რამდენი საათი უყურებდი მულტფილმს ბავშვობაში ან რამდენი არხზე გადიოდა რამდენი ხანი იყო და რამდენი ხანი იყო ხო სერიები და თან მე მგონი ცოტა დიდები ვიყავით ძალიან ცოტა ნახევარი საათი სად იყო ტელევიზიაში მაშინ ვინ გაყურებინებდა ესე დილიდან და ღამებამდე რა თქმა უნდა მულტფილმებზე გავიზარდეთ ჩვენც მაგრამ ქართულია წუნა იყო და რა ვიცი ხითა ქორწილი რამდენი მულტფილმი იყო და ანუ არ იყო ამდენი და შესაბამისად ამდენ დროს არავინ არ ატარებდა მულტფილმებთანაც და პლუს მულტფილმების ხარისხი ძალიან შეიცვალა ნახე რა კუთხით მულტფილმს აქვს თავის შინაარსი ქონდა ყოველ შემთხვევაში. და აი რაღაცაზე დაფუძნებული იყო. ეხლა როგორი მულტფილმებია, აი ძირითადად რაც გადის, აჩქარებული აქვს მოქმედებები თვითონ.
ბავშვებს რატო არ უყვართ ძველი მულტფილმების ყურება? იმიტომ რომ მოქმედება იქ ბევრად ნელია, ვიდრე აქ. აჩქარებულია ეს რაფათ იწვევს მოქმედება, იმას, ხო? არის ძალიან ბევრი ნივთიერებების გამოყოფას ფერი და ორგანიზმში. იწვევს აგზნებას თავის ტვინის და ამაზე ვსაუბრობთ მერე, რომ თავის ტვინის აგზნებას რო იწვევს, იმპულსის შეკავება უჭირს. იმპულსის შეკავებას თავის ტვინი როგორ სწავლობს? რაღაცა მინდა, ამ წუთას ვერ ვიღებ. მაგალითად მინდა რომ კადრი შეიცვალოს. რაღაცა ჩქარა მოხდეს, მაინტერესებს. აჰა. ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ეს მულტფილმი ესეთია. როდესაც ვიღებ ესეთი სწრაფი დოზით და სკროლვა რასაც აკეთებს, ხო? ადამიანები საკვებს რო უკეთავენ 15 წუთში თუ არ მოიტანეს, ესეც იმპულსის შეუკავებლობაა დიდებთან, რომ მე გადავადება აღარ შემიძლია. ანუ ამ წუთას მინდა ყველაფერი და ამას რო 2 წლის ბავშვის თავის ტვინი სწავლობს, რომ აი აქ და ამ წუთას უნდა მივიღო, მერე ამ ბავშვს ჩვენ სკოლაში ვთხოვთ, რომ მასწავლებელთან რატო არ ჩერდები გაკვეთილზე და ვერ გაჩერდება ხო, და უნდა ფიზიკურად. იდგეს 45 იმიტომ წუთი რომ მერე უნდა რომ იდგეს, სრულად, ხო. ირბინოს და თავის ტვინმა რაც არის სწავლა 6 წლამდე, ის უცებ გვინდა რომ გააკეთოს სკოლაში. ვერ გააკეთე. ხო, ეგ კიდე აი 4-5 წლისთვის არის, ხო, კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ნებელობითი უნარების ჩამოყალიბება. კი, ძალიან აი რა მნიშვნელოვანია ქვია ეს. მაგას ის რო კონდეს ბავშვს ნების ნებისყოფა რო ყოფის ქონდეს განვითარების, ხო. თმენის უნარი. ბავშვებთან 1 წლიდან იწყებენ გადავადებას, ახლა 1 წლის ბავშვი კი ვერ ხვდება, მაგრამ აი ძალიან მარტივად რომ 3 წამი დამელოდოს, ნახე და აი გადავატანინო. ყურადღება ნახე 1 2 3 უკვე გადავადებაა. სანამ ის გაიაზრებს თითებს რატო უკეთებ, ხო? უკვე გადავადება და მე ხო, ეს ძალიან ნელ-ნელა საინტერესოა, ზრდი აი ხო. ამ გადავადების პროცესს 30 წამამდე 5 წუთი, რა ვიცი, მე 1 კვირა და კვირის ბოლოს მიიღებ რაღაცას, რომ შეკავება ვისწავლოთ და გაჯეტები არ აძლევს ამის საშუალებას და მაგიტო ვარდებიან მე ისტერიკაში, რომ ვართ მე ის იმდენად მიჩვეულია, რომ ანუ ეხლა ამ წუთას ეს მინდა დამხ ხო, და მერე არაფერი აღარ ხდება საერთოდ. არაფერი საინტერესო აღარ არის. რა თქმა აღარ უნდა. იწევს ამ იმიტომ რომ ესეთ იმპულსებს, ამ აგზნებს რეაქციებს. დოფამინის გამოყოფა ხდება ჩვეულებრივად და კი ბატონო, ბაიკო, იცი რაზე მინდა გამომახვილოთ ყურადღება, ხა ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ აი მიზეზებზე, ფორმებზე და ასე შემდეგ, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენ სადამდე მივდივართ რა, რომ აი ხშირად გვესმის ხოლმე ტერმინი ნეირო მრავალფეროვნება. მჰმ. და აი რო შევაჯამოთ ახლა ეს ნაწილი, რაზეც ვილაპარაკეთ. ეს არის აი ამ ნეირო მრავალფეროვნების ნაწილი, თუ ეს არის რაღაცა დაავადება, რომელსაც მკურნალობა ჭირდება. აუტიზმზე საუბრობთ როგორც პათოლოგიაზე, თუ საუბრობთ ტვინის გარკვეულ ბუნებრივ ვარიაციაზე, რომელსაც რა მიზეზები აქვს, ეგ არ ვიცით. რაღაცნაირი კითხვები გაქვს, ისე ატრიალებ. აა პათოლოგია, ზოგადად რა არის პათოლოგია, ხო? პათოლოგია ვიცით, რომ სამედიცინო ტერმინოლოგიაში ნებისმიერი რამ, რაც ნორმისგან გადადის, არის პათოლოგია. ნორმა რა არის? საშუალო პოპულაცია უმრავლესობის. შესაბამისად, აინშტაინიდან დაწყებული ყველაფერი ვისაც რამისთვის მიუღწევია, ყველა პათოლოგი გამოდის, ესე რომ შევხედოთ, ხო? იმიტომ რომ ნუ ვიღაცას მაღალი IQ აქვს, ვიღაცას დაბალი აქვს, ვიღაცამ ეს შეძლო, ვიღაცამ ის შეძლო. როგორ უნდა შევხედოთ აუტიზმს და არის თუ არა ეს ნეირო მრავალფეროვნება? რა არის ნეირო მრავალფეროვნება ზოგადად? ამაში იგულისხმება ამ ტერმინში, რომ ადამიანებს აქვთ ფუნქციონირების განსხვავებული პატერნები. და არ არის აუცილებელი ყველამ ერთნაირად იაზროვნოს, ყველა ერთნაირად ფიქრობდეს, ყველა ერთნაირად წერდეს და ასე შემდეგ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში მარცხენა ხელით წერაზე იყო ერთი ამბავი, სჯიდნენ, უკრავდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ საბედნიეროდ მივედით იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ არ არის ეს ადამიანი რაღაცა განსხვავებული მონსტრი, თუ მარცხენა ხელით წერს და ვაცადოთ მარცხენა ხელით წერა, ხო? იგივე არის ვიღაცას სწავლა გამოსდის ასე, უკეთ ვიღაცას ისე, ხო? ვიღაცას დისლექსია აქვს, მაგრამ ინტელექტი კარგი აქვს, ანუ ეს არის ნეირომრავალფეროვნება, რომ მე განსხვავებულად შევიმეცნებ სამყაროს და არ არის აუცილებელი მე და შენ აუცილებლად ერთნაირად სწავლობდეთ, არ არის აუცილებელი ერთნაირად გამოვხატავდეთ. ამიტომ რაღაცებზე ერთნაირი რეაგირების ფორმები კი გქონდეს, ბატონო. ხო, რაზეც ვართ მიჩვეული ზოგადად, იმიტომ რომ სტერეოტიპი გვაქვს და ამაზე მოლოდინიც ქცევის ასეთი გვაქვს.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ესეთი რომელსაც განსხვავებული აქვს. ამიტომ რა თქმა უნდა, ასე თუ შევხედავთ, ზოგადად ნეირომრავალფეროვნება არის და ნეირომრავალფეროვნების მიღებით განსხვავებულის მიღებას ვსწავლობთ რა კიდევ და ეს ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო არის, იმიტომ რომ ეს ჩვენი რიგიდულობა ადამიანების რაც გვაქვს, რომ ყველაფერი რაც ჩვენგან განსხვავებულია, უცხო ახალსაშიშია და ასე შემდეგ, ანუ ჩვენთვისაც სასარგებლოა, ასე ვთქვათ. ამიტომ აუტიზმი დღეს განიხილება ნამდვილად როგორც ნეირომრავალფეროვნება, თუმცა ასევე ის როგორც დიაგნოზი არსებობს. ახლა Mhm. ესეც უნდა მივიღოთ, რომ ის როგორც დიაგნოზი არსებობს საკლასიფიკაციო სისტემაში, ხო? და ოღონდ მხარდაჭერა სჭირდება რა, ამ კუთხით უნდა მივიღოთ და არა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მერე როგორც იარლი. კი ბატონო. ხო, და შესაბამისად გარემოს ინკლუზიურობა ახაც კიდე ასე მაგათ მნიშვნელოვანი ხდება, როგორც აი მრავალფეროვნების რა კონცეფციიდან თქმა უნდა. შეხედვა და აქეთ უკვე სამედიცინო და სამეცნიერო კვლევების გაგრძელება იმისთვის, რომ თუნდაც ეტიოლოგიურ ფაქტორებზე უფრო მეტი ვიცოდეთ, რომელმაც შემდგომში იქნებ რამე თერაპიული ინტერვენციების საფუძველი მოქცეს. სხვათა შორის აი ICD-11-ზე და DSM-5-ზე რო საუბრობდით, აი ეს არის ძალიან კარგი, რომ ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით სამედიცინო მოდელზე ვართ ისე, მაგრამ ნუ ვცდილობთ გადავიდეთ ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე, რომ ეს არ არის ცალმხრივი რა. აა გარემო როგორ ურთიერთქმედებაში არის ჩემთან და რამდენად მხარს მიჭერს, ესეც შედის ამ ჩემ აუტიზმის სპექტრის მდგომარეობის ნიშნებთან და სიმძიმესთან, ასე ვთქვათ რა, რომ ეს ცალმხრივი არ არის, ორმხრივია. კიდე ერთი საკითხი. ვიცი რომ ვართულებთ ამ საქმეს, როცა ვსაუბრობთ აი ამ მიდგომების მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ნუ ესეთია, გამართულად. მრავალფეროვანია თვითონ აუტიზმი არის ძალიან ეს სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, მაგრამ მოგ ძალიან საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში. სტატიის აღწერას თქვენ ნახავთ ამ ვიდეოს აღწერაში. და რას გვეუბნებიან ის მკვლევართა ჯგუფი, რომელმაც ეს პუბლიკაცია მოამზადა. ისინი ჩვენ გვეუბნებიან, ნუ აი ძირითად პასაჟებს უბრალოდ ესე გავაჟღერებ, რომ ნუ ეს Nature Genetics-ში გამოქვეყნდა ეს ნაშრომი, რომ აი ამ სპექტრის ნაცვლადო შეგვიძლია გადავიდეთ ტიპობრივ და კლასობრივ მასეო კონცეფციაზეო, დაყოფაზეო იმის აუტიზმის. ასევე იყო, რომ პიროვნებაზე ცენტრირებულ მიდგომაზე უნდა გადავიდეთ ამ ტრადიციული სიმპტომზე ცენტრირებულის ნაცვლადო. ესეთი სკონდა მოსაზრება და აქ ეს ყველაფერი თვითონ ტერმინის ცვლილებასაც ეხება, იმიტომ რომ ეს person first რაც არის თანამედროვე, ხო, რომ აი ადამიანი აუტიზმით ვთქვათ, მაგალითად, ჯერ ადამიანია და მერე არის წეღარაზეც პრინციპი შენ საუბრობდი. და მერე არის ის დიაგნოზი იქნება თუ მდგომარეობა იქნება თუ რაც იქნება. ასევე ის მათ მონაცემების ანალიზით გამოყვეს 4 ძირითადი კლასი, ანუ სოციალურ ბიჰევიორული, შერეული ტიპის განვითარების შეფერხები, ზომიერი სირთულების და ფართოდ გამოხატული. ეხლა სიღრმეში რო არჩევ ძალიან საინტერესო პუბლიკაცია მართ. ეხლა ვისაც ეს საკითხი გაინტერესებს, ის მოცულობითი სტატია შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ და წაიკითხოთ აი ამ სტატიის ორიგინალ ვერსიას. რაც ვეცდებით ჩვენს თარგმანს გავაკეთოთ და დავდოთ მერე ჩვენს ვებგვერდზე GoWell-G-ზე. აა ამ ასეთ ხედვაზე ვიცი რომ შენ წაიკითხე ეს სტატია. რა იყო ახლა აქ შენთვის ესეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საინტერესო და ზოგადად ანუ როგორც აი საით მიდის ისევ განვითარება ხედვებში აუტისტური სპექტრის შესახებ. იცი რა, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ განსხვავებული კლასიფიკაცია, არა ესე დაყოფილი მსუბუქი, აჰა. ძიმედ გამოხატული და ამით დამთავრებული. მეტი შესაძლებლობა არის, აი როგორც აღნიშნე, რომ დაუშვათ იქ სადაც ქცევითი სირთულები, ანუ გამოყოფილი არის აი ეს 4, ხო, რომ ერთ შემთხვევაში წამყვანი რა არის, რომ ქცევითი სირთულეებია, მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს შერეული, რომ არის სპექტრის ნიშნები და პლუს განვითარების შეფერხება ერთად. მესამე შემთხვევაში არის, რომ აი ზოგად განვითარების ყველა იმას მოიცავს, მაგრამ საშუალო დონეზე და არის უფრო მძიმე, ასე ვთქვათ, ხო და საინტერესო ის იყო, რომ თავად რაღაცნაირად აკავშირებენ კონკრეტულ გენებს აი ამ კი ბატონო. იმას, ხო, რომ თუმცა აქაც მიზეს შედეგობრივობაზე ვერ
ვისაუბრობენ, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა ტიპის კორელაცია არის, რომ დაუშვათ მძიმე შემთხვევაში უფრო კონკრეტული გენი გამოვლინდა, იქ სადაც ესეთი მძიმე კი არა, გაფართოებულს ეს broadly გაფართოებული ნიშნები სადაც არის და ეს საინტერესოა იმით, რომ თვითონ აღქმის დონეზეც ეს აუტიზმის სიტყვა იწვევს ხოლმე ძალიან იმას პანიკას რა, იმიტომ რომ წარმოუდგენიათ აი რაღაცა კლასიკური მძიმე ქცევითი გამოვლინება რა და მეტი ანუ მეტად ხედავენ ამ მრავალფეროვნებას, ასე ვთქვათ და თუ ეს მართლა რაღაცნაირად მე გენეტიკურ პროფილთან შეჭიდულობა ესე დადასტურდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, რაც შეეხება ინდივიდუალურ მიდგომას, მე ვფიქრობ, რომ ისედაც კიდევ ერთხელ ნებისმიერ ბავშვი, როდესაც მოდის, თერაპია უნდა შეირჩეს, მაგკვლევის გარეშეც და ძალიან კარგი არის, რომ ეგ კვლევა არსებობს, რომ გავითვალისწინო კიდევ დამატებით, მაგრამ ინდივიდუალურად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ამ ბავშვებს და დასრულებს აქვთ საერთო, მე ჯერ ორი ერთნაირი ბავშვი ვერც ნახავთ რა, ну აი არ არსებობს ტყუპები რო ტყუპები არიან და არიან ტყუპები სპექტრით, ორივე ტყუპი. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ ყველა ვარიანტში თერაპია უნდა იყოს ძალიან ინდივიდუალური რა. ხო, და პერსონალიზებული. აუცილებლად პიროვნება უნდა, აი 2 წლის ბავშვიც ნახე ტემპერამენტით, მახასიათებლებით, როგორ ერთვება, თუ არ ერთვება, რა მოსწონს, არ მოსწონს, ანუ ძალიან განსხვავდება რა ერთმანეთისგან. პრინციპში ეს კვლევაც და ის ინტერპრეტაციაც, რომელსაც გვთავაზობენ ეს კვლევართა ჯგუფი, ზუსტად იქ მოდის ეხლა რაზეც შენ ლაპარაკობ. თუ ამას თუნდაც ასეთი ბიოლოგიური საფუძვლები აქვს და ეს მაძლევს მე ასეთი ტიპის გამოვლინებებს, ხო, აი აქ გადავდივარ უკვე პერსონალიზებული, აი ამ ტიპებთან მუშაობ ესე, მაგრამ იქაც ინდივიდუალურად, მაგრამ ზოგადი მახასიათებლების ჯგუფი მაქვს. ჩვენ ერთი იცი რა შეგვიძლია აქ აღვნიშნოთ მაინც, რომ კვლევებზე, როდესაც ვსაუბრობთ, კიდე ესეც არის, ეხლა შეიძლება არაპოპულარული რაღაცა ვთქვა. ამერიკასა და ევროპაში ცოტა განსხვავებული მიდგომებია აუტიზმის თერაპევტთან მიმართებაში. ეხლა კიდევ უფრო ისეთი გახდა. აი 50 წლის წინ, როდესაც დაიწყეს ეს ქცევითი თერაპია, ის იყო საკმაოდ რიგიდული და ქონდა თავის სტრუქტურა და ჩარჩო და მოქნილობის საშუალებას არ გაძლევდა. ამიტომ აი ეს მოქნილობის საშუალების საჭიროება რომ დავინახო, ხო, მე მჭირდება რომ დავინახო რომ მრავალფეროვანია და ესე არ არის. რაც საბედნიეროდ შეიცვალა და ნამდვილად ესე აღარ არის, მაგრამ ნუ თავის დროზე საკმაოდ ესეთი მკაცრი ჩარჩო და სტრუქტურა ქონდა, ამიტომ ასეთი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ მართლა რაღაცა დავინახო, რომ ყველა ერთ ჩარჩოში არ მოვაქციო და აი ეს მრავალფეროვნება მათი დავინახო, რომ მე მოვერგო შემდეგ მათ, მე როგორც დაუშვათ სპეციალისტი. კიდევ საინტერესო ის არის, რომ კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, ესეთი სტატია ამასაც დავურთავთ ვიდეოს აღწერაში. აქ საუბრობს ისევ აი ამ გენეტიკურ და ბიოლოგიურ თავისებურებებზე და გენეტიკურ პროფილებზე ადამიანის, რომელიც განაპირობებსო ადრეულად ნიშნების გამოვლენას და შედარებით ჩემს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად, რომ რაღაცა გენეტიკური პროფილი შეჭიდული არის, უფრო ადრე გამოვლინდება ნიშნები თუ უფრო გვიან და ძალიან კარგად იყო განხილული სწორედ ის, რომ რამდენად ვისაც გვიან აღმოაჩნდა ეს, იმიტომ რომ აქამდე ეგონათ დაუშვათ, რომ ვერ ხედავდნენ ან გვიან მიმართავდა მშობელი თუ მერე ხო, რაც შეიძლება მიზეზი იყოს ხოლმე მერე ამ განვითარების შეფერხების, ხო, იმიტომ რომ ის შეიძლება ცოტა რა, ანუ ესეთი შემთხვევები გვაქვს და მაგაზე მინდა ახლა გადავიდე დარჩა სერვისების გარეშე. ნახოთ მეკითხოს ახლა სხვანაირად დავსვამ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე სტატისტიკა, როცა და ამ სტატისტიკის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტი ბიჭი ყავს დიაგნოსტირებული ვიდრე გოგო. ამისი ახსნის უამრავი ვერსია მოგისმენია. დღეს როგორ ვუყურებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ მე შენგან მომისმენია ასევე ძალიან საინტერესო შეფასებებით რა, თანამედროვე ახსნა რა არის ამის. რამდენიმე ახსნა აქვს ამას და ეს არ არის ჩემი ახსნა, ეს არის ზოგადად ახსნა. ერთი არის, რომ ვინაიდან ბიჭებში ასე ვთქვათ უფრო მეტად ვლინდებოდა
თუმცა მე ვნახე რომ აი 4 ერთთან შეფარდება, 4-1-თან თუმცა დღეს შეფართება. აჰა. საუბრობენ რომ აი 2.5 ერთთან არის თუ სწორად შევაფასებთო. აა ნახე მთელი აი ეს შეფასების პროცესში აქტივობები, რასაც თავაზობ თუ კითხվარები, იმიტომ რომ ბიჭებში უფრო ხშირად იყო მორგებული არის ბიჭებზე. ეს იყო ერთ-ერთი თეორია თუ რატო მერე ვერ იჭერდნენ გოგოებს. მეორე ახსნა რაც არის რომ გოგოებს აქვთ უფრო მეტი ადაპტური უნარები, აი ამ სოციალურ კომუნიკაციურ უნარებთან მიმართებაში და ამიტომ უფრო ესეთ შენიღბას აკეთებდნენ ამ სიმპტომების, ისე რომ ვერ. ხა ეს საიდან წამოიჭრა, რომ ბავშვები, რომლებიც მყავდათ მოყვანილი მშობლებს 2-3 წლის ასაკში გოგონები და არ დაუდასტურდათ 8-9-10 წლის ასაკში მოიყვანეს. ამ პირდაპირ 8-9 წლის ასაკში მოყავდათ. ეხლა ამ სტატიასთან მიმართებით რო განვიხილოთ, რაც მან ესე არ არის შეჭიდული სქესთან ხო, განხილული, არა, ხო? მანდ არ არის. რომ ხო. სიტყვაზე ეხლა თუ იტყვიან რომ რაღაცა კონკრეტული გენური პროფილი არის, რომელიც აი გვიან გამოვლენილი რო არის, ეს გოგოებთან უფრო მეტად გამოვლინდაო, ეს კიდე სხვა ხო, საკითხია, ჯერ არ მაგრამ ვიცით. მაგაზე ჯერ საუბარი არ აჰა. ყოფილა. ამიტომ ესე თეორიულად რო შევხედოთ, რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი არის ის, რომ ტესტები არის მორგებული უფრო მეტად ბიჭებზე და მუშაობენ დღეს აქტიურად, რომ გოგოებზეც გააკეთონ. მეორე არის ის, რომ გოგოებს მეტად ადაპტური უნარები აქვთ ამ სოციალური კომუნიკაციის უნარების მხრივ და ამიტომ მათთან უფრო ნაკლებად ჩანს, სანამ გარემოდან სოციალური მოთხოვნები არ იზრდება. ხო? ამ შემთხვევაში უკვე, როდესაც ვეღარ უმკლავდებიან, ანუ კიდე წლებს მერე კარგავთ. კი, ასე გამოდის. თუმცა, იცი როგორ არის, რომ თუ ამ ბავშვს მანამდე არ ექნება სირთულე, აი რამდენად აჰა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლები დავკარგეთ, ხო, ნახე, ეგეც თემაა, იმიტომ რომ თუ კი ამ ხო, ადაპტური უნარებით თუ მაინც მოახერხა ადაპტურია, განვითარება, რეალურად ეხა დაკარგული აღარ მივცეს იქნეს. საშუალება ხო. განვითარდეს და სადაც დაჭერდება მხარდაჭერა, იქ ხო, ჩავერთო. კი ბატონო, ხო, მართალია. ხო. აი ესეც ხობოთ არის. თვითონ ეს ცოტა დრამატულადაც არის ხოლმე, ხო? ეხლა რო დასერჩო და წაიკითხო შეფასებები ასე შემდეგ, ხო? პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში ხშირად აი იმ გოგოების თაობას, რა კი ამაზე უკვე როგორც მტკიცებულებაზე ისე აღარ ვსაუბრობთ, რომ კი აუტიზმი 4-ჯერ ხშირ შემთხვევაში ხდება ბიჭებში ვიდრე გოგოებში და ვსაუბრობთ, აქ შეიძლება სხვა მიზეზები სხვა იყოს, მიზეზი. მათ შორის ისინი, რომელიც შენ ჩამოთვალე, ტესტების ნაკლებობა, ადაპტური უნარები, რომელიც გააძლევს იმას, რომ შეიძლება გაგეპაროს რაღაც შემთხვევა, დაკარგულ თაობის გოგოების თაობა. მაგრამ ხო, ხო, რიგ იმიტომ რომ შემთხვევებში ისევ ეგეთი ნახე დრამატულად შეიძლება არ ნეიროპლასტიურობას იყოს. რო დავუბრუნდეთ, ისევ რა თქმა უნდა ადრეულ ასაკში მხარდაჭერა უფრო მარტივია. აჰა. ვიდრე დიდ ასაკში, იმიტომ რომ დიდ ასაკში ძალიან ბევრი რაღაც მოდის. ახლა პატარასთან ძირითადად მუშაობ თერაპიული მიდგომები არის რა დაუშვათ თამაშზე ორიენტირებული და თამაშით შეგაქვს გინდა არ გინდა. დიდთან, როდესაც 9-10 წლის ბავშვს უწევს მხარდაჭერა, იქ ცოტა კიდე ბევრად სხვა პროცესები მიდის, რომელიც შეიძლება ემოციურად არ მიგიღოს, არ უნდა ეს ნუ მოკლედ ბევრი რაღაც მმ. არის, ხო? ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ, კი ნამდვილად ჯობია, მაგრამ ნუ თუ და კიდე ერთი ალბათ, რომ ასევე სტატისტიკის მიხედვით გვიან პერიოდში დიაგნოსტირებულ ანუ შეფასებულ თუ აღმოჩენილ შემთხვევებში ხშირად არის ხოლმე თანმხლები სხვა მდგომარეობები. ეს შეიძლება იყოს ADHD, შეიძლება კი, იყოს დეპრესია და როგორ ფიქრობ, ნახე ესენი ADHD შეიძლება იყოს აა გადაფარვითი, რომელიც ნიღბავს ან ერთის ან მეორე იცი როგორ არის ნიშნებს. ADHD-ის დიაგნოზი 2 წლის ასაკში ვერ დასვამ. არის აჰა. მევა. დეპრესიის დიაგნოზით ახლა ძალიან იშვიათად. ასევე არის მაგალითად ობსესიურ კომპულსიური, რომელიც ყველაზე ადრე რო ნახო კითხვარებით 7-8 წლიდან აჰა. იწყება, თუმცა არიან და მეც მინახავს ბავშვები 5 წლის ასაკში, რომელსაც მოიყვანეს, იმიტომ რომ აუტიზმი ხო არ არის, მაგრამ აი ობსესიურ კომპულსიურის ნიშნები აქვს, მაგრამ არ არსებობს ინსტრუმენტი 5 წლის ასაკის ბავშვისთვის. ამიტომ იმას მე 8 წლის ასაკში და 12 წლის ასაკში თუ ობსესიურ კომპულსიურს დაუსვამენ სიტყვაზე ვამბობ, ხო ხა, იმიტომ რომ გადამფარავი იქ იყო თუ ინსტრუმენტი არ მქონდა, ეს ძალიან რთული გასაგებია, ის ხო. არის სადიფერენციო რა. თუმცა მე რა შემიძლია ვთქვა, ერთი რომ აი ესეთ შეიცვალა, რომ კომორბიდული მდგომარეობები არსებობს და შეიძლება იყოს. აქამდე თითქოს იყო რომ უნდა გამოგერიცხა ADHD.
სიტყვაზე ვამბობ, აჰა. იმისთვის რომ აუტიზმის სპექტრი. ეხლა ესე აღარ არის. შეიძლება იყოს ორივე ერთად და იყოს კომორბიდული ეს მდგომარეობები. თუმცა ასევე მემყოლია და აქ შეიძლება რაღაცნაირად შევხედოთ დიაგნოზის მოხსნასაც, იმიტომ რომ ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმევა მშობლების მხრიდან, რომ შეიძლება თუ არა აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა. ICD 11-შიც და DSM-შიც წერია, რომ ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ვარირებს. თუმცა ასევე სტატისტიკა რომ მოვძებნოთ სიტყვაზე და დავწეროთ, რომ აი რამდენ პროცენტში შეიძლება მოიხსნას აჰა. დიაგნოზი, არსებობს კვლევები, რომელიც ამბობს, რომ იხსნება ეს დიაგნოზი სადღაც 4-დან სიტყვაზე 13%-მდე ბავშვებში. თუმცა აქაც მერე თავად ვენახე, როგორ აღწერენ, რომ დიაგნოზი იხსნება, მაგრამ სხვა დიაგნოზი ენიჭება. აღარ არის აუტიზმის სპექტრის სინდრომი, მაგრამ ADHD არის ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის სინდრომი. ან აი რაღაცა დისლექსია, სწავლის უნარის დარღვევა და ასე შემდეგ. ხა აქაც რამდენიმე საკითხი დგას რა. ერთი რომ დავუშვათ რამდენად იყო ეს საერთოდ აუტიზმი? იმიტომ რომ ჩვენ თუ განვიხილავთ ბევრი კუთხით, რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება დაუშვათ დიფერენცირებული დიაგნოზის დროს უფრო წავედი აუტიზმისკენ, მაგრამ არ არის აუტიზმი. ან იმიტომ რომ დაზღვევა უკეთესია, ნუ მაინც, მოკლედ, ბევრი მიზეზის გამო, ხო? ეს კითხვის ნიშანი დგება, რომ რა დარწმუნებით აუტიზმი იყო და ეხლა აღარ არის, თუ უბრალოდ გავდა აუტიზმს. და აი დიფერენცირებული დიაგნოზი, ასე ვთქვათ, არ იყო. მაგრამ მე თვითონ მყოლია ბავშვი, რომელსაც აი ესე აუტიზმი არაერთი, მაგრამ ბევრი არა. ყველა ნიშანი ჰქონდა აუტიზმის. თერაპიების შედეგად გაიზარდა, სამჯერ შევაფასეთ. არც ერთ შეფასებაზე აღარ დააკმაყოფილა. მაგრამ თავისებურებები აქვს. ვიწრო ინტერესები, მაგრამ არა ისეთი ვიწრო, ნახე, გაუფართოვდა, მაგრამ აქვს. იმპულსის შეკავება უჭერს. ანუ რაღაცა თავისებურებები აქვს. აქ ისევ უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩემი მიზანი ხო არ არის, რომ ეს ხო, არა, მიწებებული რა თქმა არლიყით იაროთ ამ დიაგნოზით რა. ფუნქციონირებაში ხელს უშლის თუ არ უშლის. თუ ახლა 35 წლის ასაკის ადამიანი რომ აკითხავს, რომ გამარკვიე მაქვს თუ არა აუტიზმი, ხო ფაქტია, რომ იმას ერთი რომ რაღაცაში უშლის ხელს და მაგიტომ მომაკითხა, მაგრამ მეორეა რომ ფუნქციონირებს, რომ მივიდე 35 წლამდე ისე, რომ ანუ არ შეუშლია არც პირად ცხოვრებაში, ნუ შეუშლია რა, ემოციურად უშლის. ნახე, მაგრამ ფუნქციონირებს ეს ადამიანი. ხო, აი მაგაზე ცოტა მეტი გითხარი. ეს უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც ეხლა გაკითხავენ სპეციალისტებს, ცოტა იმატებს ეს რაოდენობა, მე მგონი ძალიან იმატებს. აი ფაქტობრივად ბოლო 2 წელია სადღაც 70% დიდები მომართავენ. ოი რა საუბარ. და იმატებს არა მარტო მათი მომართვა ეს თვითდენით, მაგრამ ფსიქიატრების მიერ გადმოგზავნილი. ასე. და ძალიან რთული არის, აი არ არის მარტივი არც ფსიქიატრისთვის და სხვათა შორის რამდენიმე არაქართველი მყავდა. ეს მსოფლიო მასშტაბით დიდების დიაგნოსტირება ყველას არ აქვს რა, აი რაღაც რეგიონების მიხედვით გამოცდილება და არ არის მარტივი. და აი უცხოეთიდან აკრძალნენ შენთან. ხო, ესე რამდენიმე ადამიანი ძალიან შემთხვევით აი ესე მოხდა და იქაც იგივე მითხრა, რომ აი ფსიქიატრმა მითხრა, რომ არ მაქვს გამოცდილება დიდების, პატარებთან კი ბატონო, მაგრამ დიდებთან ნუ რაც გამოცდილება გასაგებია. არა მაქვს. წლები ესე იყო. ვერ ვიტყვი, რომ აი დავუშვათ ყველა ნამდვილად არა, ნახევარზე მეტი არ იყო აუტიზმის სპექტრი, ჩემი შეფასებით, მაგრამ ის რაც ძალიან საინტერესო არის, აი დიდების შემთხვევაში რატო შეიძლება მოგმართონ, ხო? ძირითადად მოგმართავენ, იმიტომ რომ აქვთ განსხვავებულობის განცდა და აქვთ განცდა, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებენ რა. ეს ძირითადად მოდის აი ახლობლების კომენტარებისგან დაუშვათ, რომ ნუ აი შენ ესეთი ხარ და შენ მე თუ არ მოგიკითხე და შენ არ მომიკითხავ და ნუ აი ამას რაღაცნაირად აი ეს ინტერაქცია ესე ხშირად არ სჭირდება. მაგალითად შეიძლება პირდაპირ ისეთი რაღაცა უთხრას ადამიანს, იმიტომ რომ ასე ფიქრობს, რომ ის ჩავარდა შოკში. და ეს ვერ იგებს, რომ ნუ ხوار მოვიტყუებოდი, აბა რა ვიცი, როგორ ანუ უფრო ფიქრობდი, დასწავლე ისე ქცევებს ვთქვი. ავლენს საზოგადოებიდან ალბათ?
კი, კი. ხო. მე მაგალითად მყოლია აი ძალიან საინტერესო ერთ-ერთი რა კლიენტი თუ პაციენტი ისე რომელიც დავარქვათ გადავწყვიტოთ, რომელიც აი ძალიან საინტერესოდ აღწერდა, რომ იმისთვის რომ სხვისი ემოციები გაეგო და მიმხდარიყო რომ რაღაცას ეუბნებოდა, როდესაც ეუბნებოდა წინდა არ წინდა, ანუ აი ესე ვერ საზღვრავს, ნახე პრაგმატული ენა ქვია მაგას, რომ რაღაცა გრძნობა რა ხა სხეულის ენით, რომ ეს გეწყინა რო გითხარით რაღაცა მიმიკებს აკვირდებოდა და დამჭირდაო 2 წელი. იმისთვის რომ ეხავ ადამიანს რო ვუყურებო, აი მიმიკას როგორ ცვლის მაგის მიხედვით ხვდებიო რომ ეხა ან რაღაცა ისეთ არ ვთქვი რაც უნდა მეთქვა. მმ. ან ეს მოეწონა ნახე, ანუ კი არ გრძნობს ამას. აი ესე დაისწავლა. დაისწავლა. და მე აი ამ დასწავლილით სარგებლობს. ხო. ამიტომ რამდენიმე შემთხვევა ერთი ზრდასრულები მოდიან, იმიტომ რომ შვების განცდა ჰქონდეთ, რომ ნუ აი ამიტომ ვარ განსხვავებული და შესაბამისად თუ მეტყვიან, აი ისეთებიც ყოფილა შემთხვევა, რომ არ აქვს აუტიზმის სპექტრი, მაგრამ აი თითქოს გული დაწყდა, იმიტომ რომ ნუ აი თუ ექნებოდა პასუხი ექნებოდა რა, რატომ არის ესეთი განსხვავებული. ძირითადი ეს არის. ან არის რომ აი სხვებს მოუყვანიათ. მმ. რომ არა, აი შენ იქნებ აუტიზმის სპექტრი გქონდეს. მაგრამ ძალიან ძალიან საინტერესოა იცი რა კუთხით, რომ თავად რომ შეუძლიათ გააჟღერონ, აი ვისაც აქვს აუტიზმის სპექტრი, ყველაზე საინტერესო არის თავად როდესაც აჟღერებენ აი ამ თავის შინაგან გამოცდილებას. როგორია, როდესაც რაღაცა ძალიან არ გსიამოვნებს და არ შეგიძლია და გარემო გთხოვს რომ გააკეთო და აუცილებლად რაღაცა ღამის კლუბში წახვიდე და მეგობრებთან ერთად და შენ ამ დროს ხმაურზე რაღაცა გემართება, ბევრი ხალხი არ შეგიძლია, მაგრამ შენთვის ძვირფასი ადამიანი, პარტნიორი, მეგობარი გიბრაზდება და წინს, რომ შენ რაღაცა უხასიათო ხარ და მას არ მიყვები და ამ დროს ფიზიკურად არ შეგიძლია. და აი ამის აღწერა დიდების ძალიან გეხმარება მერე გაიგო იმ პატარებისაც, ვისაც თუნდაც მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ აი ეს თავისი სენსორული ზღურბლები აქვს განსხვავებული და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ისეთი საინტერესოა ხო. და პრინციპში ვისაც კითხვა აქვს, ალბათ ჯობია რომ პასუხიც მივიდეს და იცოდეს, ხო? ხო, პასუხიც იცოდეს. ხო, იმიტომ რომ ხო, აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ხო, რაღაც ისეთი განსაკუთრებული და მარტო ამ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამახასიათებელი რაღაცები არ არსებობს, ხო? ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება სხვადასხვა ინტენსივობით. სხვადასხვა ინტენსივობით, ხო, აქ უკვე სპეციალისტის ჩართულობა მაგაში გვჭირდება, რომ არის თუ არა ეს პრობლემა, პირველი კითხვა ეგ გვაქვს. და ასევე ხო უფროსების შემთხვევაში, ასე ვეცნობოდი, რომ რაც შენ თქვი, ნუ მაგას ამბობენ შენი კოლეგებიც იმაში საზღვარგარეთ და ამბობენ, რომ მოზრდილი პოპულაციის ვიზიტები იზრდება უფრო ხშირად და ისინი საუბრობენ აი ამ ნიღბის ტარებაზე, ეს მასკინგ რაც არის ესეთი ტერმინი შემხვდა კიდე აუტისტური გამოფიტვა ნუ დაახლოებით როგორც ხვდები ეს ყველაფერი ის არის ეხლა რაზეც შენ საუბრობდი ხო ეს ძალიან ფსიქოლოგიური უჭირთ. ტვირთი აი ეს მასკინგი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ზოგადად ხო აუტიზმზე რაღაცნაირი წარმოდგენა აქვთ ხოლმე, რომ მათ ემპათია არ აქვთ, მათთვის ადამიანების სულ ერთია და ასე შემდეგ. ეს ასე ეგეც არ არის. მაინტერესებს არ რა არის. არის ეს ემპათია მე სხვა შორის კიდევ მახსოვს ეს ემპათიის ნაწილი ნაწილი ვურჩევ ჩვენს მაყურებელს რომ უყუროს ამ ფილმს სატელევიზიო ფილმია მხატვრული ფილმი არ არის ტემპლ გრანდინი გრანდი. ქვია ხო ეს ტემპლ გრანდინი თვითონ აუტიზმის მქონე მეცნიერია ცნობილი ადამიანი ძალიან აქტიური ძალიან გავლენიანი. ძალიან გავლენიანი ადამიანი ერთ-ერთი პირველი ისეთი კარგად განვითარებული ის იყო იქ თუნდაც მშობელი მახსოვს მისი მშობლის სიტყვები ეგ იყო რომ მე ჩემი შვილი თავიდანვე მიყვარდა და ეხა თქვენ რაღაცას არასწორად ამბობთო და ბავშვის განვითარებაზე დაიწყო სრუნვა და მას ბრალდებოდა და ნუ დღეს მივიღეთ ესე დიდი მეცნიერი და აი მის ბიოგრაფიაში წიგნი აქვს ამ თავისთავად დაწერილი და ფილმი ამერე კი ბატონო. გადაღებული იქ კარგად ჩანს სხვადასხვა აი ეს რომ ემპათიის განცდა და თითქმის არ ვლინდება და რო ხედავს და სწავლობს, ну ეს მისი შემთხვევა იყო, ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ ყველა შემთხვევა განსხვავებულია, ხო? რო ხედავს და სწავლობს, ხვები როგორ იქცევიან
ესეთ ვითარებაში. მე ამ დასწავლილ-ქცევებს ავლენს თვითონაც. რომ თანაგრძნობა გამოიჩინოს, რაღაცა ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, მე უკვე მოზრდილია წარმატებული ადამიანი, როცა დედას ჩაეხუტება. მაგიტომ არის ადრეული ინტერვენცია ძალიან მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ აი მშობლებით ბრაზობენ ხოლმე, როდესაც ისმენენ, რომ აი აუტიზმის მქონე ბავშვს ემპათიის სირთულეები აქვს, იმიტომ კი არა, რომ ცუდია. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს ზოგადად და ბევრი კვლევა ამაზე, გონების თეორია, რასაც ქვია, სხვისი პერსპექტივიდან დაინახოს რაღაც უჭირს. და შესაბამისად მე თუ შენს პერსპექტივას ვერ ვხედავ, შენთან ემპათიაში ვერ შემოვალ ზურა, ნუ აი გამორიცხული როგორ უნდა შემოვიდე შენთან ემპათიაში, თუ საერთოდ არ მესმის შენი პერსპექტივა, ვერ შემოვალ. ემპათია, ანუ შეიძლება დაუშვათ ისე ჩაეხუტოს ერთი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს მეორეს, რომ საერთოდ ვერ მიხვდეს იმას, რატო ეტკინა. ანუ ვერ წარმოიდგინოს, რომ ის ძალა, რომელსაც იყენებს, მას ტკენს, ხო? მაგრამ თუ ჩვენ აი იგივე თანაგრძნობა შეიძლება ვერ ვხვდები იმ სიტუაციაში ის რას გრძნობს, მაგრამ თუ ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლით, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს აქვთ საოცარი სამართლიანობის განცდა. მე ეგეთი მართლა არასდროს არავის არ მინახავს და აქვთ რა არის სწორი და რა არის არასწორი. და თუ მან იცის, რომ ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემთხვევაში ეს უნდა მივიდეს და დაეხმაროს და ეს არის სწორი, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. და აი ბევრი შემთხვევა არის, როდესაც მშობლებს უთქვამთ, რომ მაგალითად ავტობუსში თუ ზის ახალგაზრდა ადამიანი და ამოვიდა მოხუცი და ამან იცის, რომ მოხუც უნდა დაუთმოს, შეუძლია ეჩხუბოს სრულიად უცხო ადამიანს, მიადგეს და უთხრას, რომ ადექი. ადექი და დასვი, იმიტომ რომ აი ესეთი ისა აქვს რა, რომ ეს არის სწორი. და ანუ ვერ ვაგებინებო, რომ არ შეიძლება ნახეთ დედამეუბნება და ამის გაკეთება, იმიტომ რომ ნუ ის ზის და ეხა უნდა ადგება, უნდა არ ადგება, ხო? და არა, ამას იმიტომ რომ აი ეს სწორია და ეს არასწორია, აი ეს ძალიან მკვეთრად აქვს. ამიტომ თუ სწორად ვასწავლით ამ ემპათიასაც, აი როგორც ეს ადამიანი მიხსნიდა, რომ მე კი ვერ ვიგებ ხა ის სინამდვილეში რას გრძნობს, მაგრამ უკვე სახეზე რომ დავინახე, ხა მივხვდი რომ ეს წარბი თუ ესე აწია, მისთვის პირიქით ჩამოწია და ეწყინა, რომ რაღაცა უნდა შევცვალო, ხო? აკეთ რამხელა რესურსი იხარჯება ამაში, ხო წარმოგიდგენია, მაგრამ სინამდვილეში უნდა მას ეს. მისთვის რომ ადამიანები სულ ერთი იყოს, არც ხო, ხო, იწოლებდა. რესურს არ ამ დახარჯავდა. დროს რა, სინამდვილეში საკმაოდ მონდომებულია, რომ თვითონაც ამ საზოგადოების წევრი იყოს რა. კი ბატონო, ბოლო რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვა. მაიკო, ანუ დღეს რამდენად პასუხობ ჩვენი რამდენად არის მორგებული ჩვენი განათლების სისტემა, სკოლამდელი, სასკოლო განათლება აი ამ ნეირომრავალფეროვნებას. იცი რა, ჩვენი სკოლამდელი და განათლების სისტემა, ნუ რამდენადაც ზოგადად არსებული რაც არის შესაძლებელია მეტნაკლებად არის, თუმცა ძალიან შორს არის იდეალურისგან, არის უამრავი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ნეირომრავალფეროვნების და ზოგადად განსხვავებულის მიღების დღემდე პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ. ამიტომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა საჭირო ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან. ცნობიერების ამაღლებაზე ძალიან ბევრი უკვე ნამდვილად ნამუშევარი არის, მაგრამ ამან პოზიტიური სტიგმაც გამოიწვია და რიგ შემთხვევაში პირიქით სტიგმაც, რომ ოღონდ აუტიზმი არ უნდა დაანიშნიათ. მაგრამ ყველაზე ძალიან იცი სად გვიჭირს ზრდასრულებთან, ანუ სერვისები არის დაუშვათ თერაპიის სერვისები 18 წლამდე. იქ სკოლას აქვს, განათლების სისტემას აქვს, ინტეგრირებული კლასები, აქვს მხარდაჭერა, რომ თუ ვინმეს ასისტენტი სჭირდება, იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მორგებული და ასე შემდეგ.
ბაღებშიც მეტნაკლებად ცდილობენ, რომ ბავშვები ჩართონ, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი და ასე შემდეგ, მაგრამ სრული წყვეტა არის, როგორც კი ადამიანი ხდება 18 წლის. პროფესიულ სასწავლებთანაც აჰა. მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, იგივე განათლების სამინისტროს მულტიგუნდით ჩართულია და რა ტიპის მხარდაჭერაც სჭირდება, მე-9 კლასის შემდეგ შეიძლება აირჩიოს პროფესია დაუშვათ და სადაც რესურსები არის, იმაში ყველგან არ არის. დაეხმარო, კი ბატონო. მაგრამ ის ადამიანები, ვისაც სჭირდებათ სერვისები, და დაუშვათ, ქცევითი სირთულეები და კომუნიკაციის სირთულეები აქვთ 18 წლის შემდეგ რჩებიან სრულიად ჰაერში. და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ოჯახისთვის და ამაზე აი მართლა ძალიან იქ არის მცდელობები კონკრეტული სერვისის ამოქმედების უკვე წლებია, მაგრამ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამიტომ აი ესე ვერ გამოდის, მაგრამ ფაქტი არის, რომ ნუ ეს ადამიანები რჩებიან ძალიან ჰაერში რა და სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა. და სტერეოტიპებზე საუბრის დროს ასევე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ხელოვნებას. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო ფილმები, მხატვრული ფილმები და მედიაში ძალიან პოპულარული იყო ეს თემა და როგორ ფიქრობ, აი დღევანდელი გადასახედიდან უკვე ამან პოზიტიური როლი მოიტანა და მითების მსხრებას შეუწყო ხელი თუ პირიქით ახალი მითების შეიძლება გააჩინა? ორივე. მითების ცხრებას შეუწყო ნამდვილად ხელი, იმიტომ რომ ეშინოდათ, აი ფიზიკურად ძალიან ეშინოდათ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების და იგივე ტემპლ გრანდენზე ფილმი არის, ბევრი ფილმი არის, ხო, სადაც წვიმის კაცი. აუტიზმის წვიმის კაცი, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებზე არის მოყოლილი. ამან გამოიწვია ის, რომ ერთის მხრივ ეს მითები ანუ შიში დააძლევინა, მაგრამ მეორეს მხრივ აი რაღაცნაირად ზოგჯერ არის, რომ ითვლიან, რომ ყველა აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანი არის გენიოსი. ხო, გადაჭარბებული და აქვს მოლოდინები. რაღაცა, ხო, ანუ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და ნიჭიც და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ნიჭი ვიპოვოთ და მე აი ხლა ამ წუთას გამახსენდა მაგალითად ესპანეთში არის სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს 25 წლის არის ეს ბიჭი, რომელიც ვერ საუბრობს და აქვს საკმაოდ აჰა. რთულად გამოხატული ნიშნები აუტიზმის, მაგრამ აი ესე ხატვა მოსწონს. და მშობლებმა რაღაცნაირად შექმნეს და მაისურებზე გადააქვთ ამის დიზაინის ნახატები და ფაქტურად კარგი ესეთ კომპანიას ამუშავებენ. ნახე, ფუნქციურად უნდა შევძლო მხარდაჭერა. ხა ის ნახატებიც ესე რომ შეხედოთ, ხო, ანუ იქ არ არის საუბარი, რომ რაღაცა კონკრეტულ პროფილებს ხატავსად, არა, მაგრამ აი ეს აბსტრაქტული ნახატები ნამდვილად ძალიან ლამაზად გამოიყურება, ხო? შესაბამისად, მოუფიქრეთ, როგორ გადაიყვანონ ფუნქციონირებაში, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ისიც მითია, რომ ყველა აუტიზმის მქონე ბავშვი ძალიან ჭკვიანია და ისიც მითია, რომ ყველა აუტიზმის მქონე ბავშვი რაღაცა ძალიან რთული ქცევებით არის და ემპათია საერთოდ არ შეუძლია და არავინ არ უყვარს და ნუ აი რაღაცა ძალიან ბევრი ესეთი ნეგატიური მითი. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა მინდა ესეთი დაგისვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარეობს Erasmus Plus-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის განსაკუთრებული საჭიროებს მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელშეწყობა, გაძლიერება. HIL არის ასე აბრევიატურა საბოლოო ჯამში ამ პროექტის და ეს რას ემსახურება, რომ ეხა ვინაიდან სტომატოლოგები როგორც სამედიცინო სერვისების ყველაზე ხშირი გამწვევი, ყველაზე მეტი ექიმი, რომელიც პროფილით სტომატოლოგია და ამ შემდეგ, ნუ აი მანდ რომ ეს ბარიერები ცოტა შემცირდეს ინფორმირებულობის ამაღლებით და ამისთვის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ბულგარეთი, თურქეთი, პოლონეთი ასევე ჩართული რამდენიმე უნივერსიტეტი მუშაობს ერთობლივ სასწავლო პროგრამებზე, რომელიც შემდგომში უკვე სილაბუსების სახით იქნება და ანუ ეს ახალი თაობის ექიმები ამას ისწავლიან და შენ თუ შეგიძლია რამე რჩევა მისცე ექიმებს, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან ან მოზრდილებთან, აუტიზმის მქონე ადამიანებთან, რომ აი რა არის ძირითადი საკითხები, რაც შენ უნდა იცოდე იმისაც, რომ შენ არ შეგეშინდეს და რაღაცა არასწორი მოლოდინი არ ქონდეს პაციენტისგან, როცა შენთან მოდის და ეწერება და ის გეუბნება, რომ მას აქვს აუტისტური სპექტრი. ან ვერ გეუბნება და მშობელი ან გეუბნება. მშობელი გეუბნება, ხო.
ესე იგი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებთან იმაზე მეტი ძალისხმევა გვჭირდება ხოლმე სიახლეებთან შეგუებასთან მიმართებაში, ვიდრე დაუშვათ ეგრეთ წოდებულ ტიპიურ განვითარებასთან, ხო? მეტი სივრცე მისცენ და მეტი დრო. აი ეს არის ერთი, რომ მეტი დრო და სივრცე იმისთვის, რომ აი ეს გარემო შეისწავლონ. დაუშვათ. აჰა. აი ეს ბურღი არის თუ ზოგადად რაც უცხო გარემო სახმარო არ იყოს, უცხო რომელიც კი. დაასტიმულირებს ანუ ამ აი დრო ქცევებს, ხო? სჭირდებათ რა, რომ შეეგუოს და მეორე, აი ეს არის ჩემი პირადი მართლა წყლების გამოცდილება, მ, განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე თუ კეთილგანწყობილი ვარ და მე აი შინაგანად მზად ვარ, რომ დავუყვავო, მოვითმინო დროის ამბავში გულისხმობ, დაველოდო, ხო, აი ყოველთვის ბავშვის კომუნიკაცია განსხვავდება, ვიდრე დაუშვათ, როდესაც მე ან წინასწარ გადავწყვიტე, რომ არა, ეხლა ეს რაღაცებს ვერ გააკეთებ, მშობლებმა იცი, არა, ეხლა ეს არ დაჯდება მაინც, ანუ ხო. ხო, აი თავისთავად. ეს განწყობა, კეთილგანწყობა თუ იქნება და მეტი დრო და სივრცე, ხო, მათი კომუნიკაცია ბევრად ეფექტურად შედგება. კეთილი. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ასევე ჩვენი ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ რომ ნახოთ. აი, დღეს არის დღე, ადამიანმა უყურა აი ამ ვიდეოს და დალაიქეთ, გამოიწერეთ, ეს ძალიან საჭიროა ჩვენთვის, რა კი ამდენ ხანი უყურებთ, ესე იგი მოგეწონათ. აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რის გაკეთებაც შეუძლიათ ჩვენს მენელს, აი ხვალიდანვე. ან დღეიდანვე, რომ იყოს უკეთესი მეგობარი, უკეთესი კოლეგა, ან უკეთესი მოქალაქე იყოს აუტიზმის მქონე ადამიანისთვის. დაინტერესდნენ. შეხედონ არა შიშით, არა შეცოდებით, არამედ ინტერესით, იმიტომ რომ აღმოაჩენენ, რომ ბევრად საინტერესო სამყარო აქვთ მათ და ბევრი რაღაცის სწავლა შეუძლიათ მათგან. აი უბრალოდ დაინტერესდნენ და იყვნენ კეთილგანწყობილი. და ბოლო შეკითხვა. აი ხა წარმოიდგინე ესეთი რაღაც, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა საზოგადოების ყველა წევრს, მათ შორის არის მშობელი, მასწავლებელი, ექიმი, პოლიტიკოსი, ვიღაც გადაწყვეტილების მიღები პირი, აუტიზმის შესახებ ერთი ფუნდამენტური წინადადება, ჭეშმარიტება მიაწოდო, გააგებინო. რა იქნებოდა ის ერთი ყველაზე მთავარი გზავნილი? ერთი წინადადება? ეს წინადადებაც ალბათ ეგ იქნებოდა, რომ სამყარო მათთან ერთად და მათი გაცნობით ბევრად საინტერესოა. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა აა თქვენს. მე შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი დიალოგი არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გამოყვებით სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ჩვენ ჯანმრთელობის დღიურების სახელით გვაქვს ყველა სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდები და ვცდილობთ ინფორმირებულობის ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესის, ჯანმრთელობისა და მეცნიერების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.